მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდები ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდით. წინა პოდკასტის დასასრულში მე შალმადამ ლიკამ ვთქვით, რომ ვისაუბრებდით ჩვენი განათლების რეფორმაზე, ანუ ფედერალისტების ხედვაზე განათლებაში როგორ უნდა რეფორმირდეს სისტემა, მაგრამ გზაში წამოგვეწია იდეალური ამბავი. რეჟიმმა დაანონსა, როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ დაანონსა უმაღლესი განათლების რეფორმა, ეხლა მიდგა სკოლებს და სასკოლო განათლებას და ახალი ეროვნული კონცეფცია წარმოგვიდგინეს სასკოლო განათლების. ძალიან სახალისო პრეზენტაცია იყო, ყველა თავისი დეტალით და ამას მთელი პოდკასტის განმავლობაში მოვიხილავთ. ერთ-ერთი ქალბატონზიას გვინდა რომ გამოვეხმაუროთ, რამდენიმე კომენტარი დაგვიწერა შენიშვნა. პირველი შალვას დაუწერა, რომ სმენის ნაცვლად სულა უნდა იხმარო, როგორც ხალხს და ვეთანხმებით ვიზიარებ ქალბატონზია შენიშვნას და აუცილებლად გავითვალისწინებთ. კიდე იყო იქ რამდენიმე შენიშვნა და მაგ შენიშვნას პრინციპში პოდკასტის მსვლელობის დროს შევეხებით. დღეს გავუშვებთ პრინციპში იმ პრეზენტაციას, რომელიც უკვე ვახსენე, ამაზე გვექნება ჩვენი რეაქცია, არგუმენტირებული კრიტიკა და მათ შორის ჩვენი ხედვა და გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო და შეგვიძლია დავიწყოთ. დღევანდელი ეპიზოდი შეეხება რეაქციას ამ პრეზენტაციაზე, შეგვიძლია პრინციპში გავუშვათ და ეტაპობრივად ბევრი დეტალი არის, რომელიც კომენტარებას საჭიროებს და რაღაცა დამჟღავნებს რეჟიმის რეალურ მდგომარეობას მათ შორის ამ პრეზენტაციაშიც და ამიტომ მინდა რომ დავიწყოთ და ეტაპობრივად შეგვიძლია რომ გავაჩეროთ ხოლმე და იმაზე კომენტარი გავაკეთოთ. ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს, მივესალმები მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, მივესალმები ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, თბილისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, მოგესალმებით განათლების სისტემის წარმომადგენლებს, მოგესალმებით განათლების სპეციალისტებს, პედაგოგებს. დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, წარვადგენთ ზოგადი განათლების აქაც მინდა ბარბრო ვთქვათ, რომ იმაზე მეტი პროფესია ჩამოთვალა, ვიდრე ადამიანის დარბაზში, ხო? თითო პროფესიის ორი წარმომადგენელი ყოფილიყო, უფრო სავსე იქნებოდა დარბაზი. რის თქმა მინდა, ეს არის უკვე მეორე რეფორმა პრინციპში, რომელიც სახალხო განხილვას აპირებენ. არ ვიცი საიდან მოგავდეს ხალხი, მაგრამ ფაქტი არის, რომ საჯარო განხილვა ნიშნავს, რომ, რა ვიცი, რამდენიმე ასეული ადამიანი მაინც უნდა ესწრებოდეს განხილვას, ხო? მართლა პედაგოგებიც უნდა ესწრებოდნენ, მართლა მშობლებიც უნდა ესწრებოდნენ. ეს არის რაღაცა ხარდამჭერთა ბაზიდან შეყრილი ხალხი პლუს მთავრობის წარმომადგენლები და მართლმსალმება როგორც მთელ საზოგადოებას ირაკლი კობახიძე სანამ პრეზენტაციას დაიწყებს. სიამბლეში ესეც კარგად ამხელს, რამდენად მარტო და იზოლირებული არის რეჟიმი. რომ აი ასეთი კონცეფციებისთვისაც კი იმ ბრჭყალებში სურათს ვერ ქმნის, რომ აი თელერს ელაპარაკება, უზარმაზარ კონცეფციას აანონსებს და ამის განხილვა ხდება საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი. თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და ის უნარები, რომელიც მას მოგვიანებით გამოადგება ის პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, მთლიანობაში სისტემა ვერ იქნება წარმატებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას. ეს დოკუმენტი მომზადდა იგივე პრინციპით, როგორც შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. ბარბ თქვათ ეს რას ნიშნავს, ხო? უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია არის ფარატინე ქაღალდი. რეალურად არის პოლიტიკური კონტროლის დოკუმენტი, როგორ დაამყარებენ პოლიტიკურ კონტროლს უნივერსიტეტებში. არანაირი რეფორმა იმაში არ არის. რეალურად თვარ 5 გვერდი ნახევარი არის პრობლემების აღწერა. იმ ის პრობლემები, რომელიც აღწერილია, არაფერ კავშირში არ არის განათლების ხარისხთან და ზოგადად უმაღლეს განათლებასთან. ზუსტად იგივე პრინციპით არის აგებული ეს ეგრეთ წოდებული რეფორმაც და თვითონ პრემიერის გვეუბნება. კი, და წინა გადაცემის წინა პოდკასტის განმავლობაში ჩვენ მოვიხილეთ ეს საკითხები, რა სიხმისეული პრობლემა გვაქვს. სწორედ მანდ ვახსენეთ, რომ საშუალო სკოლის საფეხურის გამოსწორების გარეშე ეს ვერ გამოვა და უბრალოდ სვენელებს გავახსენებდი იმ პრობლემებს, რომელიც ჩამოთვალთ რა. ის რომ შენობები არა აქვთ და 150 სკოლა არის შენობის გარეშე, 21000 მოსწავლე არის საკლასო ოთახის გარეშე, ის რომ სახელმძღვანელოების პრობლემა გვაქვს, რომ ცოტაა და ვთქვით, რომ 3-4 შეიძლება იყოს ერთ საგანში, ის რომ გრიფირებული სახელმძღვანელოები მხოლოდ აქ შეუძლიათ მათ შორის კერძო სკოლის არჩევა და თან კრიტერიუმებით არის ძალიან შეზღუდული ეს სახელმძღვანელოები. რა თქმა უნდა და კიდევ ვთქვით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს კვალიფიკაციის ნაწილში მასწავლებლების და პოლიტიკური დამოუკიდებლობა მასწავლებლების სახელმწიფოსთან. ანუ ეს პრობლემებზე ჩვენ სიღრმისეულად ვილაპარაკეთ და რატომაც დაემთხვა ისე, რომ დღეს გვიპასუხებენ, რას აპირებენ ამ მართულებით და იმოვისმენ. კი, ოღონდ ვერ გვიპასუხებენ. ანუ 8 სხვათა შორის ჩვენი პოდკასტში წარმოდგენილი ინიცირებული პრობლემები ემთხვევა მათ წარმოდგენილს, ოღონდ პრობლემის გადაჭრა მე აქ ვერ დავინახე, მხოლოდ საზრგზელოები და მიმოხილვის დროს ნახავთ. კი ბატონო, გავაგრძელოთ.
ძალიან მოკლედ და ლაკონურად არის განსაზღვრული, რა ძირითადი გამოწვევა მოკლედ და ლაკონურად სისტემა და მის საფუძველზე არის განსაზღვრული 8 პასუხი ამ გამოწვევებზე. დარწმუნებულია, რომ ეს კონცეფცია წარმატებით აღსრულდება, რაც საბოლოო ჯამში ბუნებრივია თავის აი ეს კადრი მინდა რომ ყველამ დაინახოს. აი რაღაცნაირად ზევიდა რო იღებს ოპერატორი, იმიტომ რომ ვითომ ბევრი ხალხი ჩას. აი როგორ გამოვაჩინოთ 20 კაცი 2000-ად. ეს არის ალბათ მასტერ კლასი ამაში. უკან კი ჩანს მაინც არიელი ადგილები, ანუ მაგ სურათსაც ფლად ვერ ავსებენ. მაგრამ უბრალოდ ცხადი მინდა გახდეს ყველასთვის, რამდენად იზოლირებულია რეალურად რეჟიმი, რომ მთელი სასკოლო განათლების რეფორმას აანონსებს, მთელი სასკოლოს ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციას აანონსებს და აი სულ ამდენი ადამიანის შეკრება მოახერხა და ნუ დაინტერესებასაც ხედავთ ხო ალბათ ამ ადამიანების სახეზე, როდესაც ამ კონცეფციას უსმენენ. ჩვენი ქვეყნის შემდგომ წესრიგსა და განვითარებაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი. ფაქტია, მაგრამ რეალობა არის, რომ დღეს ზოგადი განათლების ხო, აი დასაწყისიდან უნდა ვახსენოთ ამ კაცის მიქანაძეა, ამ კაცის გვარი, ხო? ესე იგი, შესაშური მოუმზადებლობა, არც ვიცი რა შეიძლება შევადარო, აი ყველაზე ცუდად, როდესაც მომზადებია გაკვეთილი სკოლაში და მომიყოლია, ალბათ ყველაზე მეტად მაგას მახსენებს. თავში ალბათ გაიგონეთ, რომ ფაქტია, მაგრამ რეალობა ესეთი ფორმულირება მოვისმენთ. ალბათ უნდა დაეთქვა, რომ სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ან სამწუხაროა, მაგრამ რეალობა. კი, ბევრი ეგეთ უაზრო ფრაზას მოვისმენთ. კი, ძალიან ბევრი ესეთ ფრაზას მოვისმენთ, სადაც ცდილობს, რომ საკუთარი არაკომპეტენტურობა ლექსიკური მარაგის წირი ლექსიკური მარაგი. ხო, წირი ლექსიკური მარაგი რამენაირად შენიღბოს და იმას ნახავთ მთელი პრეზენტაციის განმავლობაში. სისტემა ძალიან ბევრი კომპლექსური გამოწვევის წინაშე დგას. არსებული საგანმანათლებლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის, შესაბამისი კონკურენტუნარიანობის და კონკრეტული ინტერესების მატარებელი ახალგაზრდების სრულფასოვნად აღზრდას. რას ნიშნავს კონკრეტული ინტერესების მატარებელი ახალგაზრდების რა კონკრეტული ინტერესებზე არის საუბარი? რა ინტერესებზეა საუბარი? რა საერთოდ რას ნიშნავს ეგ? აი, ყველა ჩატერილი ფრაზები, მაგას ეძახიან word salad. კი, ან fillers ინგლისურად, ხო? რაღაცა რო გაქვს სათქმელი, ვერ ავსებ ფიზიკურად წერადებს და ამიტომ უაზრო სიტყვებს ყრი მაქსიმალურად, რომ სათქმელი ვითომ ვრცელი გაქვს, სინამდვილეში ერთ მარტივ აზრს ამბობ. კი, მაგრამ დავეთანხმოთ იმ ნაწილში, რომ კი, ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს ჩვენი სკოლა და განათლების სისტემა. ხო, ეს კიდე ცალკე აღნიშნოს ღირსია, რომ 13 წლის თავზე ხდება ეს ამბავი, ხო? და თურმე ვერ უზრუნველყოფს. სისტემის ჩავარდნები საერთოდ არ შეფასებულა, აი კაცის შვილს ხელი არ მოუკიდია საერთოდ ამ სფეროსთვის. ეხლა უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური კონტროლის ახალი ინსტრუმენტები უნდა ჩადონ, როგორც უმაღლეს განათლებაში, საშუალო განათლებაში და ამიტომ ეხლა აღმოვაჩინეთ მრავალი ნაკლი, რომელიც თურმე ქართულის განათლების სისტემას აქვს. რა თქმა უნდა, ამ ნაკლის უამრავი წილი, უძარმაზარი წილი რეალურად devs ბიზნესმენშვილის მაგიდაზე და სანამ ის არ მოშორდება ამ ქვეყანას, მანამდე ეს პრობლემები ვერ მოგვარდება ფიზიკურად. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ჩვენ გამოვავალთ, რომ იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს იქნა მიღებული და ეს დოკუმენტი თავისი სრულფასოვანი შინაარსით, რომელიც არის განსაზღვრელი, როგორც სასწავლო სახელმძღვანელოების მეთოდოლოგიის სწავლების პროცესთან დაკავშირებული ყველა კომპონენტის მთლიანობაში იყო გაჯერებული ლიბერალური ღირებულებები. ანუ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით შემიძლია ბევრი ვთქვა, იმიტომ რომ ვასწავლი შეხება მაქვს ყოველდღიური და როგორია ეს ეროვნული სასწავლო გეგმა. მე რამდენიც მახსოვს, რაც ცოტა ხნიანი კარიერის განმავლობაში, ყოველ წელს ეს ეროვნული სასწავლო გეგმა იცვლება. იცვლება ოღონდ რაღაცნაირად უცნაურად, ანუ როგორ თქვა, რომ რაღაცა ვითომ მიდგომ, აი რაღაც ყველაზე მეტად ალბათ ფართო საზოგადოებამ შეიძლება იცოდეს სასამართლო რეფორმას მივამსგავსა, თუ გახსოვთ, იქ იყო ტალღები. პირველი ტალღა, მეორე ტალღა, მესამე ტალღა, აი ესე გვაქვს განათლების სისტემაშიც, რამდენიმე ეროვნული სასწავლო გეგმა, მიდგომები, შეცვლები, რომ რაღაცა ვითომ უნდა შეიცვალოს და საბოლოოდ ყოველთვის ეს რჩება რაღაც ფურცელზე, რომელსაც განათლების სამინისტრო ამბობს, რომ აუცილებლად შესავსები ფურცელია. აი მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ეგ ყველაფერი, რაც იქ ეროვნულ სასწავლო გეგმად ითვლება ხოლმე, არის რაღაცა ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ყველა მასწავლებელი განსაკუთრებით საჯარო სკოლაში ავსებენ ხოლმე, აი იმისთვის, რომ სკოლაში ეს მოხდა, კლასში ეს მოხდა, აი ეს გავაკეთეთ, აი ეს მეცადინეობა ჩავატარეთ. ხო, აი თვითონ ეროვნულ სასწავლო გეგმას რო არ შევეხოთ.
რა ბოდვით იწყებს პრობლემების აღწერას. აი ერთ-ერთი რაც კობახიძის პრეზენტაციაზე იყო, ხო და ესაჩვენებს ყველაზე მეტად რეალურად საერთოდ მომწყდრები არის რა. აი საერთოდ რა პრობლემების იდენტიფიცირებით იწყებს, როცა საშუალო განათლებაზე ლაპარაკობს. ანუ ელემენტარულ ხარისხს ვერ უზრუნველყოფს საჯარო განათლება დღეს სკოლებში. პირველი რა შეიძლება ახსენო, ხო? მაგრამ ნუ იმას რო თავი დავანებოთ, რომ თავადი ახსენე დასაწყისში რამდენი ბავშვი ფიზიკურად მერხთან ვერძის. რითი იწყებს ამ დროს მინისტრი პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისად გამოსავალსაც ამით დაიწყებს. ძალიან ლიბერალური იყო განათლების ეროვნული განათლების მიზნების არც ვიცი წესიერ რას ძახიან მაგ დოკუმენტს, მაგრამ ნუ ფარატინა ქაღალდი, რომელიც რეალურად და არსებითად არაფერს არ ცვლის. რეალურად ამ დოკუმენტის მიღმა განათლებაში, რა ვიცი, ყველა ასპექტში შესულია რეალურად სახელმწიფო. ანუ ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც რეალურად უკავშირდება სასწავლო პროცესს მთლიანად მართავს სახელმწიფო. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ლიბერალური იდეოლოგიაზეა, ხო, დაფუძნებულია. აქ ვიკითხოთ, რომ კარგი მესმის, რომ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შეიძლება ეს ყოფილიყო დამოკიდებელი. ცხადია, არ თვლით ასე, ცხადია, არ მიგვაჩნია ასე, მაგრამ ნუ დავუშვათ, რომ აი ამ მართულებით ეს რამე პრობლემა ქონდა, მაგრამ მათემატიკაში ლიბერალური მიდგომა რას გულისხმობს, რომ აგონების საგნებში ლიბერალური იდეოლოგიას ქონია წალეკილი და ჩვენ წინაზე ვახსენეთ, რომ ჩავარდნათ სადმე გვაქვს სწორედ ტექნიკური საგნების მიმართულებით. პრობლემა, რომელთაც ვიწყებთ რეფორმას, არის ზედმეტად ლიბერალური ეროვნული განათლების მიზნების დოკუმენტი. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პარლამენტის თემატურ კომიტეტთან ერთად რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ შეიმუშავა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების სრულიად ახალი დოკუმენტი, რომელიც სკოლის კონსტიტუციითაა ცნობილი და ამ დოკუმენტის პარლამენტის მიერ 2024 წლის ივნისში დამტკიცების შემდეგ მთლიანად შეიცვალა ის მიდგომები, და ის სულისკვეთება და ღირებულებები, რომელიც სწორედ სკოლის სასწავლო პროცესთან არის დაკავშირებული. და ის დაეფუძნა ეროვნულ ღირებულებებს. გონია რომ კანცი უნდა ქოში უნდა ეჭიროს, რომელშიც ასხია ღვინო. მთელი 31 წუთიანი გამოსვლა მინისტრის იყო წყალი. არაფერი აბსოლუტურად, მართლა კანცი უნდა ეჭიროს, ჩემი აზრით. შექმნეს რაღაცა დოკუმენტი, რომელიც დაუკავშირეს ტრადიციებს, ფასეულობებს, ღირებულებებს და მთელი განათლების სისტემა ამას უნდა მოერგოს და აი ამის ფარგლებში უნდა მოხდეს აი ეს რეფორმირება. რას ნიშნავს ახლა მე ჩართავ არაფერს. ხო, პირდაპირ გამცეთ ამას პასუხი. ჩვენ ამ განხილვისას ვერ ვნახავთ ციფრებს, მეთოდოლოგიაზე საუბარს, მიმართულებების განსაზღვრავს. მთელი 30 წუთიანი გამოსვლა არის მინისტრის სადღეგრძელო. მეტი არაფერი და შენ თქვი, ხო, ყველაზე პირველი რით უნდა დაიწყოს, რომ სკოლები არ გვაქვს, რომ ბავშვებს შეათ, რომ რაღაც ჩამორჩენა გვაქვს სხვადასხვა ყველა მიმართულებაში. პიზას სკოლა, რომელიც ხსენებია 2022 წლის კატასტროფული შედეგები გვაქვს. დავუშვათ ახალ მინისტრი, ხო? და ცოტა სადღეგრძელო სენტიმეტრებით უნდა გაყიდო რეფორმა. აი ეს მაინც არ უნდა გამოგივიდეს რა, რაც ახლა ხდება. ხარისხიანი მაინც. ეს არის აი დაახლოებით არ ვიცი, ასავადარსავალში რომ იმიყვანა და მითხრა რომ შენ ახლა უნდა დაწერო განათლების კონცეფცია ისე რომ მარტივად გაიყიდოს. ქართული ოცნების სტანდარტი ხო ეგ არის, ბიზნესში ამ მოსვლისას განაცხადა რომ ასავადარსავალი მოწონს დაარსა მენცარი, რომელიც გაურკვეველი ტიპის ორგანიზაცია იყო, ვითომ მეცნიერებას მაგრამ მილიონებით დააფინანსა. დააფინანსა, ხო, და ეგ არის მაგის გაგრძელება არის, რასაც ახლა უყურებთ, ანუ 13 წელია ხო. ყველა შემდიანი არის რომ აი რა ცოტა მოეთხოვა მინისტრს. ანუ იმასაც კი არ ამის თხოს რომ მოდი დადექი და აი ვიღაც მაინც დაარწმუნე რომ მართლა რაღაცა დავწერეთ აქ რა, აი რაღაცა არაფერი მთლიანად ფორმალობაა. ხო შეიძლება რაღაცა აი პრეზენტაბელური იყო, დამაჯერებელი თუნდაც ამ რიცხვები მოიტანო რომ აი რაღაც იმუშავე და სამარცხვინო რა. თვითონ ის ხალხიც კი მეცოდება რომელიც დიდი ალბათობით იძულებით მიიყვანეს ეგ რო დასწრებოდნენ რა ნაგავს ასმენინებენ უბრალოდ როგორც შეფერს. თარობის მიმართ ლოიალური რესტორანტის უფროსი ვიცანი ალბათ რომელსაც დაურეკეს რომ უნდა ჩამოსულიყო აი. დაურეკავდნენ კი. და ნუ აი ესე შეკრიბეს 60 კაცი. ფასეულობებს, პატრიოტულ სულისკვეთებას. წარმოგიდგენთ იმ კომპონენტებს, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტით არის განსაზღვრული, ეს არის ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და გადაცემა, სახელმწიფო ენის, კულტურისა და ისტორიის ღრმაცოდნა და პატივისცემა, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი ცნობიერების მქონე პიროვნებების ჩამოყალიბება, კრიტიკულად მოაზროვნე შემოქმედებითი მოქალაქეების აღზრდა, მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება და მათი
კეთილდღეობა. და რა მაინტერესებს ცი აქამდე ამას არ ვაკეთებდით ეს არის იყო ჩვენი მიზნები და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები განსაკუთრებით ცილიკური რა არის ხო ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითყოფადობის შენარჩუნება და გადაცემა ყველაფერი აბსოლუტურად თუ კი რამე ეროვნულ ქართულ ცნობიერებას შეადგენს თუ კი რაიმე ღირებულებებს დაეფუძნა თანამედროვე ქართული ეროვნული ცნობიერება აბსოლუტურად ყველაფრის მონაგავებით არის დაკავებული ბოლო 13 წელი ქართული ოცნება. თუ კი რამით არის ქართული ოცნების რეჟიმი დღეს დაკავებული, ეს არის ჩვენი ისტორიული იდენტობის, ჩვენი ისტორიის პატივისცემის, ჩვენი ისტორიული მისიის ერთგულების ფეხქვეშ გათელვა და ამ პროცესს ვუყურებთ ეხლაც, ხო? ამიტომ არის ეს კონკრეტული მაგალითები რო ვთქვა, თუ შეიძლება მაგალითად წინა წელს საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს ქართული იდენტობისთვის მნიშვნელოვანი ტექსტები, მაგალითად გაქრა ილია ჭავჭავაძის ტექსტები, გაქრა ალექსანდრე ყაზბეგის სრულად ამოიღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან და მისი ტექსტები სრულად გაქრა. ყველაზე კარგი არის მეოთხე. სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბება. ესე იგი, მოქალაქეობრივი პიროვნების ცნობიერება რა არის, ხო? სოლიდარობა. რომ შენ არ ხარ მარტო, შენ არ ცხოვრობ კუნძულზე, რომ შენ ხარ საერთო პოლიტიკური სხეულის ნაწილი, რომ შენ გვერდზე მოქალაქე თუ კი უსამართლოდ იჩაგრება, ან სახელმწიფო მას უსამართლოდ ჩაგრავს, ის აუცილებლად შენ შეგეხება. ამიტომ შენ მოქალაქეობრივი ცნობიერება გიბიძგებს, რომ სოლიდარობა გამოიჩინო, გააპროტესტოს. ყველაფერი ეს აბსოლუტურად არის ლუკაშენკოს კანონები დააკრძალული დღეს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ამ აკრძალებს არ ემორჩილება და სამართლიან პროტესტს აგრძელებს, ფაქტია, რომ მათი ხელიდან მოქალაქეობრივი ცნობიერება არის კანონის ხელით დასამარებული ამ ქვეყანაში. და გამოყავთ მე ეს ვიღაცა უსახური, აბსოლუტურად არაფერშუაში მყოფი ადამიანი, რომელიც მართლა მესამე კლასელებით ემზადება და გვიკითხავს ადგილგზელებს, როგორ აპირებს, რომ მოქალაქეობრივი ცნობიერება ჩამოყალიბოს მოსწავლეებს. გავაგზავნოთ და სწორედ ამ პრინციპებზე დაფუძნებით ჩვენ ავაგეთ, შევისწავლეთ არსებული სისტემა და გამოვავლინეთ ის მანკიერი მხარეები და ის გამოწვევები, რომლის წინაშე დღეს ზოგადი განათლების სისტემა დგას და პარალელურ რეჟიმში დავსახეთ კონკრეტული ამოცანები თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სისტემის შემდგომში რეფორმები. 13 წლის თავზე შეისწავლეს ეს პრობლემა. რამდენიმე თვეშიო იყო, რამდენიმე თვეში, სულ ეხლახანს რამდენიმე თვეში შეისწავლეს, რომ განათლება 13 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ თურმე კიდევ ერთხელ, ანუ ეს ყველაფერი აქ არ ჩანს ამ პრეზენტაციაში, რომ რას ვერ აკმაყოფილებს განათლების სისტემა, რა რიცხვებში აღიზარდება ეს. ძირითადი გამოწვევა იქნებ 15 წლის ბავშვებს მართლა ვერ გამოაქვთ აკითხული შინაარსი და ამაზე ლაპარაკობს ministri, ხო? რაღაცა ზოგადი სიტყვების რა ხარუხი, ტყუილი, ჰაერი, არაფერი არ მომხდარა რეალურად. ერთ PowerPoint-ში გამზადა სავარაუდო ChatGPT-ის დახმარებით, რომელიმე თანაშემწე მე ეს დოკუმენტი და გამოიტანეს და პრეზენტაციას აკეთებენ, ეს არის სიმართლე. კაი, დავუშვათ ახლა შემოსწავლებლო ასეთი ცუდი PowerPoint მომიტანოს, მაგალქულას ვერ დავუწევ. მოდი ახლა გადავიდეთ გამოწვევებზე. რას ხედავენ გამოწვევებად? ჩვენ გვაქვს დღეს 8 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლების სისტემა. ეს არის საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსი, სასწავლო მასალების მიმართ დამოკიდებულება, ასევე ეს არის სასწავლო მასალების მიმართ დამოკიდებულება. რას ნიშნავს? არ ვიცი, გუში ნახეთ თუ არა, ხატი აწერეთ ელმა და კიდე მათმა ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა თქვეს, რომ სიჭინავა. თქვეს, რომ ჩვენ არ გვისმენია, მაგრამ მოგვეწონა. მე მივხვდი რატო ამბობენ იმას, რომ არ გვისმენია და მოგვეწონა. აი ამას ახლა ვხვდები. არ ვიცი ხა პრობლემა, მაგრამ ძალიან კარგი იყო, ხო? კაი, გავაგზავნოთ. ფაქტიურად მოსწავლე ზედა კლასებში მთლიანად ორიენტირებული ხდება სკოლის გარეთ განათლების მიღებაზე, რაც შესაბამისად ოჯახს გარკვეულწილად ფინანსურ წნეხად აწევს. მეორე გამოწვევა ეს არის სასწავლო რესურსები, ანუ ის სახელმძღვანელოები, რომლითაც ბავშვები სკოლაში სწავლობენ. 20 წელზე მეტი არის, რაც თავისუფალი ბაზრის პირობებში ჩვენ მივეცით საშუალება ავტორთა ჯგუფებს შეემუშავებინათ კონკრეტული ბოდიში თავისუფალი ბაზრის პირობებშიო, ამ წამს თქვა? კი. უი, ეს დავიმახსოვროთ მინდა. არ იყო საგანმანათლებლო პროცესების წარმოება. თუმცა ამ ყველაფერმა დაგვანახა ის, რომ ერთი და იმავე კლასში, ერთი და იმავე დისციპლინაში ბავშვები სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა სახელმძღვანელოებით სწავლობენ. რაც ერთიანობის სისტემას არ წარმოადგენს, ძალიან რთულია გაზომვა იმ ხარისხიანობის, რომელიც ამ პროცესებთან არის დაკავშირებული და რაც თავარი არის სწავლის საერთო ხარისხზე და შედეგიანობაზე არის გაზომვა ხარისხიანობას. ნუ ცხადია, ამ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, უბრალოდ ძალიან მინდა რომ თან გამოსავალი ახსენოს ministrმა და გამოსავლის ნაწილზე როდესაც გადავალ მაშინ ველაპარაკოთ ამაზე. უბრალოდ აქვე ბარემ დავიმახსოვროთ, რომ ესე იგი რას ამბობს, რომ ჩვენო თავისუფალ ბაზარსო მივეცითო შანსიო. მაგრამ ავტორებსაცო, გამომცემლებსაცო მივეცითო ბევრი წელიო შანსიო, მაგრამ ვერ გამოიყენესო ეს შანსიო.
ნორმალური სახელმწიფოები ვერ დაწერესო. ამას გარდა სხვადასხვა სახელმწიფოები სწავლობენო კლასებშიო, სხვადასხვა კლასებში და სკოლებშიო. და შემოწმებას ვერ ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ შემოწმებას ვერ. კიდევ ერთი ვთქვათ რა, თქვა რომ ეს სახელმწიფოების ზოგი ნაწილი ყველაზე არ უთქვამს იყო ძალიან ცუდი და მაშინ ეს გრიფირება რას მიკეთებდა როცა გრიფს ანიჭებდა სახელმწიფო რა თქო ზუსტად იმას რომ თავი არ ვთქვა ხო რომ სახელმწიფოების მათი კრიტერიუმებით იწერებოდა. ისინი სამინისტრო ადგენდა იმ კრიტერიუმებს, რომლითაც ავტორს ფაქტობრივად შემოქმედებითი გასახარი არც ჰქონდა ამ კრიტერიუმებს უნდა დამორჩილებოდა წიგნის შექმნის დროს. თავისვე მიერ არჩეული, თავისვე მიერ დაწერილი კრიტერიუმები, თავისვე მიერ არჩეული წიგნებზე, ამბობენ რომ ნახეთ არ გაამართლა, იმიტომ რომ თავისუფალ ბაზარს გადავეცით ეს მოედანია. ამე გამოწვევა ეს არის სასკოლო ცხოვრება. როდესაც დღეს მთლიანად ფორმალურ განათლებაზე არის სასკოლო პროცესი გადართული, მაშინ როდესაც არაფორმალური განათლების კომპონენტები უაღრესად მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი. მაშინ როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია. უმეტესობა მოსწავლეებისა სკოლის შემდეგ სხვადასხვა წრეებში არის ჩართული და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ თავისი ენერგია, პოტენციალი ეს ყველაფერი გამოავლინონ იმისთვის, რომ გარკვეულ მიმართულებებით უნარები შეიძინონ და ამავდროულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, თავისი თვითრეალიზაცია მოახდინონ. აი, ბოლო ერთი წინადადება რაც ილაპარაკა ამ წამს. განათლების მინისტრმა წარმოიდგინე, ალბათ ნებისმიერ ჩვენგან წარმოიდგინეა მილიარდი ალტერნატივა, რომლითაც ეს აზრი შეიძლებოდა ადამიანს გამოეთქვას, ზრდასრულ ადამიანს. უბრალოდ რა მობოდა თუ მოусმინეთ ამ წამს. იმის სათქმელად რომ ხო კლასის შემდეგ რომ ბავშვებს აქტივობებია, კარგია სოციალიზებისთვის პირველ რიგში, ალტერნატიული ინტერესების გაჩენისთვის, რაღაცა საკუთარ თავში უნარების აღმოჩენისთვის, აი ეს ჩაატია აი ამ რაღაც წინადადებაში კაცმა, რომელმაც ქართული ენის ცოდნა და სიყვარული უნდა ასწავლოს ქართულ მოსწავლეებს. კაი, გავაგრძელოთ. დღეს სკოლა ძალიან იშვიათად იძლევა ამ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ მინიმალურ დონეზე არის ის საკლუბო თუ სექციური მუშაობა, რომელიც ასე ვთქვათ, არაფორმალური განათლების კომპონენტში შეიძლება მოიაზრებოდეს. ამიტომ ესაც წარმოადგენს გარკვეულწილად გამოწვევას, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს სასკოლო გარემოში არ ეძლევათ თავიანთი პოტენციალის დამატებით რეალიზაციის შესაძლებლობა. კავშირი განათლების იდეალური კომპონენტია და გამოწვევა გამომდინარე იქიდან რომ არის ძალიან სუსტი ბმა სკოლამდელი ასაკის განათლებასა და სასკოლო ასაკის აი ამაზე ვგიშდები ესეთ პრობლემებს რა აღმოჩენა ხოლმე უცებ ძალიან სუსტი ბმა მე გადაწყვეტას რო ამბობს ეგ არის სრული სისულელე არაფერს არ ამბობს თან ანუ ეს პრობლემა ხო აღმოაჩინა და მე უკვე ხო მე გავარჩიე ეს არის აი ცარიელი სიტყვის პარტყაპურტყი აი დაახლოებით წინა უმაღლესი განათლების იბაზე რომ კვლევასა და სასწავლო პროცესს შორის კავშირი უნდა გაძლიერდეს არარსებული პრობლემები ხალხო ბავშვებს ვერ ასწავლიან წერა კითხვას რა სკოლამდე და სასკოლო განათლებას შორის კავშირზე ალაპარაკი წერა კითხვას ვერ ასწავლიან და ისეთი მასწავლებლები ვერ იპოვეს 13 წელია როგორც მინიმუმ ნახევარი მაინც რო იყოს სისტემის ისეთი მასწავლებლები დაკომპლექტებული რომ საკუთარი საგანი იცოდნენ კაი გავაგრძელოთ დამამთავრებელ კლასებში ჩვენ ფაქტიურად არ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ გარკვეულწილად შევასრულოთ ერთგვარი როლი იმისა თუ როგორ შეიძლება ურჩიოთ სხვადასხვა მიმართულებით კარიერული განვითარების და სასწავლო განვითარების მიმართულება ისევე როგორც გითხარით რა პრიმიტიული აზრის გადმოცემას ცდილობს ხო ხვდებით? ვერ რო ჩვენ რაღაცაერი კონსულტაცია უნდა გავუწიოთ ამ ხალხს რა პროფესიული უნარები შეიძლება გამოიმუშაონ რა უბრალოდ იმის თქმა უნდა რომ სახელმწიფო მონაწილეობა უნდა მიიღოს და დაეხმაროს ბავშვს სკოლის შემდგომ კარიერული და პროფესიული პრეფერენციების არჩევის ნაწილში და აი ამის თქმას მოანდომა ჩაიხედა სადღაც მე სიტყვები ვერ მოძებნა და როლი ახსენა და ხუთე გამოწვევა ეს არის მასწავლებელთა და რა თქმა უნდა აზრის გიგანტი მარიამ ლაშხი ბარემ შევიმჩნიოთ კვალიფიკაციასთან დაკავშირებული აღსანიშნავია რომ ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ფართე მასშტაბიან გადამზადებით პროცესს ვეწევით პედაგოგიური ხარისხის ამაღლების მიზნით საკმაოდ შედეგიანადაც თუმცა ფაქტი არის რომ დამატებითი ძალისხმევა და დამატებითი რესურსი არის საჭირო მეექვსე გამოწვევა ეს არის სასწავლო ამით ამოიწურა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამავე. ესე იგი ძალიან დიდი რესურსი გვაქვს ჩადებულიო გადამზადება მომზადებაში და კვალიფიკაციის ამაღლებაშიო და მაგრამ აქაც არის რაღაც მაგრამ 78 ანუ ძალიან დიდი რესურსი ჩადეს, მაგრამ 78% მაინც ჩაიჭრა საკუთარ პროფესიულ გამოცდებში და 3 წელი აღარ აქვეყნებენ შედეგები აღარ გამოაქვეყნეს. ალბათ იმიტომ რომ ძალიან საამაყოა შედეგები. ხო, და გადაწყვეტაშიც არაფერს არ ამბობს გარდა იმისა, რომ კიდევ უნდა გადავამზადოთ. მაგრამ მივალთ იქამდე. განვაგრძელოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმშენებლობითი და სარეაბილიტაციო პროცესები, რომლითაც რამდენიმე ასეული სკოლა სრულიად ახალი აშენდა, რეაბილიტირდა, მაინც რჩება გამოწვევად სასკოლო ინფრასტრუქტურა და ამასთანავე სასკოლო ინფრასტრუქტურასთან ერთად ისეთი ობიექტები, როგორიც არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, ხო, მოდი, სანამ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტებზე საგრძელოდ დაიღვრება, რა სამარცხვინო უპასუხისმგებლო, აქამდე კი ვიცინეთ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ხელისუფლება, რომელმაც 13 წლის განმავლობაში 10,000-ობით ბავშვი დატოვა სკოლის და მერხის გარეშე. ბოლო 3 წელია იდენტიფიცირებული 100-ობით სკოლა, რომელიც საჭიროებს გარემონტებას, ზოგიერთი ხელახლა აშენებას და აქედან რამდენიმე ერთეული არის აშენებული. წლებია უკვე კოვიდის შემდეგ რამდენიმე სკოლის თაობამ გადაბმით ისწავლა ონლაინ და გამოტობა საერთოდ სასკოლო პროცესი. და სასწავლო პროცესი. ზოგიერთი გადაანაწილეს სხვადასხვა სკოლებში და საერთოდ სხვა ბავშვებთან ერთად უწევთ სიარული, ისედაც გადატვირთულ სკოლებში, სადაც 40 და 50 ბავშვი სწავლობს ხოლმე და 30 და 35 და აგერ ცოტა ხნის წინ ქუჩის გადაკეთება მოუწიათ მშობლებს და მოსწავლეებს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ იღებენ უფლებას, რომ ერთხზე დაწყდნენ და განათლება მიიღონ. სკოლაში ისწავლონ. აი ამ პრობლემას ამოწყურავს აი ამ ერთი უპასუხისმგებლო ძლივს შედგენილი წინადადებით. ოღონდ აქ ერთი რაზეც ჩვენ წინა პოდკასტში ვისაუბრეთ, ინფრასტრუქტურაზე საუბრობს სასწავლოზე და სპორტულ-გამაჯანსაღებელ რაღაც იმის მოწყობაზე რა და საკვების ობიექტების და ჩვენ ვისაუბრეთ, თქვით უკვე რომ შეამცირეს მაგ მიმართულებით ბიუჯეტი, ხო? 470 მილიონი, თითქმის 9 მილიარდი ინფრასტრუქტურის ნაწილში სკოლების. ძირითადად ინფრასტრუქტურის კი. კი, ეს შემცირდა და რა ფულით აპირებს ამის გაკეთებას, ეგეც არ ვიცი. ესეც ხო რეალურად უბრალოდ გამორჩეული პრობლემაა. კიდე რა პრობლემაა სისტემაში, ხო, მოდი აი ორი წინადადებით ვახსენოთ ეს. კაი, შემდეგზე გადავიდეთ, უბრალოდ მინდოდა რომ გაგიაზრებინე მართლა რა დანაშაულს ჩადიან ქართული ბავშვების წინაშე, რომლებიც კონსტიტუციური უფლებაც არის განათლების მიღება და დღეს გამოდის 2025 წლის ბოლოს განათლების მინისტრი და ამბობს რომ თურმე რაღაც სკოლებია უამრავი კი გავარემონტოთ და ავაშენოთ ასეულობითო, მაგრამ კიდე ბევრი გვაქვს და მიყვებითო ნანა არა უშავს. სამარცხვინო ობიექტები სკოლებში და სხვა მიმართულებები, რომელიც არსებითად ხელს უწყობს სასწავლო გარემოს სრულფასოვნებას. ამასთანავე კვლავაც გამოწვევად რჩება უსაფრთხო სკოლის კონცეფციიდან გამომდინარე ბულინგთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ნებისმიერი მსოფლიოს ქვეყნისთვის დამახასიათებელი არის და ამ კუთხით დამატებითი ზომებია მისაღები, ისევე როგორც მნიშვნელოვანი არის მანდატური სამსახურის ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების საქმიანობით სკოლების არეალის დაფარვა და შესაძლებლობა. აი, ამაზე უტიფარი რა შეიძლება გააკეთოს ამ ხელისუფლების მინისტრმა თან ბულინგზე გველაპარაკება. ხელისუფლება, რომელსაც 5 წელი განსაკუთრებით, უბრალოდ ამოქოქილი აქვს სიზურვილის და ზისღის მანქანა ჩვეულებრივ, რომელიც როგორც ტელემედიებში, ისე რადიოებში, ისე სოციალურ მედიაში ვირუსულად ვრცელდება იმისთვის, რომ ადამიანები სხვადასხვა ნიშნით, არა მათი როგორ თქვა, პოზიციების, ან მათი რაღაცა რეპუტაციის, არამედ მათი გარეგნობის, მათი წარმომავლობის, მათი ეთნიკური ნიშნის, მათი რელიგიური აღსარებლობის, მათი სექსუალური იდენტობის, მათი სპეციფიკური გარეგნული ნიშნების გამო მიდის ზიზღის, სიძულვილის ბულინგს ამას არ დავარქმევდი, ხო? გაცილებით უფრო გაცილებით სხვა ფენომენია რეალურად ბულინგი, ხო? აი პირდაპირ ზიზღის დემონიზების საბჭოთა ტრადიციებში კამპანია და ამ ხელისუფლების მინისტრი მერე გამოდის და გვეუბნება რომ ბავშვებს თურმე უნდა ასწავლონ რომ ერთმანეთში ბულინგი არ შეიძლება. როცა პირდაპირ მნიშვნელობით შიშის და ზიზღის კამპანიაზე დგანან ბოლო 5 წელია. კაი, გავაგრძელოთ. რაც შეეხება დაფინანსების კომპონენტს, მოგეხსენებათ რომ დღეს ჩვენ გვაქვს ვაუჩერული დაფინანსება, რაც მაქსიმალურად სამართლიანობის კომპონენტს შეადგენს, თუმცა არის რიგი საჭიროებები კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში. თავი აქ შევნიშნოთ რას ამბობს, რომ ესე იგი ვაუჩერული დაფინანსების სისტემა გვაქვს, ბარემ აქვე ვიტყვი რომ ჩვენი რეფორმა ითვალისწინებს ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლას. ვაუჩერული დაფინანსება გულისხმობს, რომ სახელმწიფო განათლებაზე გამოყოფილ თანხას პირდაპირ ვაუჩერის სახით გადასცემს მშობელს და ოჯახს და შემდგომ ის მშობელი რომელ სკოლაშიც მიიყვანს ბავშვს, ის სკოლა მიიღებს იმ დაფინანსებას, რომელიც არის ბავშვზე სასკოლო ვაუჩერის სახით გამოყოფილი. ეს რას უზრუნველყოფს, რომ სკოლები გახდებიან სრულად დამოკიდებული მშობლის და ბავშვის არჩევანზე, რაც ნიშნავს, რომ მათი თავარი საქმე კი არ იქნება ასეთი იდიოტების მსახურება და მათი პოლიტიკური ოპონენტების გაშავება. არამედ იქნება მშობლის და ბავშვის ინტერესების მსახურება, იმისთვის, რომ სკოლამ შეძლოს ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, განვითარება, გაფართოება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? სინამდვილეში აქ რასაც ამბობს, რომ სამართლიან პრინციპს უზრუნველყოფსო, ვაუჩერული დაფინანსებაო.
სკოლების 60%-ზე მეტი მეგობრებო ფინანსდება ვაუჩერული სისტემის მიღმა. ამას გარდა ერთ მოსწავლეზე ვაუჩერის ოდენობა დღეს არის 900 ლარი. რაც არაფერს არ ნიშნავს. სრულ მარტო ვაუჩერულ დაფინანსებაზე რომ იყოს სკოლა ჩამოკიდებული, ბავშვზე 900 ლარით ის ფიზიკურად ვერ შეძლებს, რომ სკოლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოასწრიგოს, სწავლება უზრუნველყოს, შესაბამისი მასწავლებლები აიყვანოს, ასე შემდეგ, ხო? ამიტომ სინამდვილეში ვაუჩერულ სისტემაში არ ვართ და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. და ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ხელისუფლებას აძლევს მე შემდგომ შესაძლებლობას, რომ სკოლები გამოიყენოს პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტებად, ხო? ამიტომ რასაც ამობს აქ არის ტყუილი. სერვერში 60%-ზე მეტი ფინანსდება ვაუჩერული სისტემის მიღმა, რაც ნიშნავს, რომ უმრავლესობა სკოლების ასე ფინანსდება. ამას პლუს კერძო და საჯარო სკოლებს შორის ვაუჩერები არ არის თანაბარი. ერთი შემთხვევაში 300 ლარია, მეორე შემთხვევაში 900 ლარია. ესაც უთანაბრობას უზრუნველყოფს. ამ ყველაფერს ცხადია ამ რეფორმის პრეზენტაციაზე ვერ გაიგებთ. რომ მივხვდეთ რაზეა საუბარი რა, მასკა საუბარი რომ გავაგრძელოთ, ვაუჩერიზაცია ისედაც არ იყო, არ გქონდა სამწუხაროდ. და აქ ძალიან ჩაგრებდნენ კერძო სკოლები, მაგალითად, ჩაობას თუ უნდა და საკუთარი შვილის კერძო სკოლაში მიყვანა, მას მე-13 შეეძლო მხოლოდ მიეტანა კერძო სკოლაში. სამწუხაროდ თან 900 ლარი და მხოლოდ 300 ლარი. და უთანასწორო მდგომარეობაში იყვნენ კერძო სკოლები ამ კონკურენციაში. ასე რომ ვთქვათ. ამის გარდა ახლა რასაც ბატონი მინისტრი გვთავაზობს, უნდა იყო განათლების სამინისტროს კეთილნებაზე დამოკიდებული იმისთვის, რომ სასწავლო სისტემა როგორმე მართო. ანუ თუ ხარ დირექტორი მაგალითად და არ დაემორჩილები მაგალითად განათლების სამინისტროს, ის განათლების სამინისტრო ფულს არ მოგწევს. ანუ შენ ვალდებული ხარ განათლების სამინისტროსთან და არ ხარ ვალდებული მშობელთან, მოსწავლესთან, რომელიც შენთან მოდის, იმიტომ რომ ეს თანხა შენთვის არც საკმარისი არ არის და არც ეს თანხა არ მოგივა ამ რეფორმით. და სუსის ჩართულობაზე და სახელმწიფოს ჩართულობაზე იმაზე, რომ განათლების სისტემაში გადამწყვეტია შენი პოლიტიკური ლოიალობა და არა მაგალითად შენ რამდენად პროფესიონალი ხარ, კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, რაც ბოლო 1 კვირის განმავლობაში მოხდა, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან განთავისუფლებს ათობით თანამშრომელი და ან განთავისუფლებელ ათობით თანამშრომელს ქალბატონმა ლაშხმა უთხრა, რომ შენ თუ ქართული ოცნება არ მოგწონს, რატო უნდა იმუშაო სამარცხვინო ქალი. ხო, აი ესეთი ღიად გაცხადებულად თქვეს, რომ შენ თუ ქართული ოცნება არ მოგწონს, არ იმუშაო. ღიად გაცხადებულად, ანუ ეს დაფარული არ არის და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ იმ შემთხვევაში საუბრობთ ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალებზე, რომლებიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სხვა სამუშაოს აუცილებლად იპოვიან და საკუთარი მათი კომპეტენცია მოაკლდება განათლების სფეროს. მათი კომპეტენცია მოკლდება ჩანაცვლება აი ესეთი ხალხით, როგორცაც ახლა ვუყურებთ განათლების მინისტრად წარმოადგენს. და ეს არის კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი, რაც ახლა ბატონმა მინისტრმა ახსენა, იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ზეგავლენა სკოლაზე მოხდეს. რაც ისაც ძალიან გამარტივებული იყო, მაგრამ პოლიტიკური ზეგავლენის გაზრდისთვის ეს კიდევ უფრო გაამარტივებს მათ საქმეს. კაი, ეხლა გადავდივართ მიზნებზე, ამოცანებზე. რას ვაპირებთ? რას აპირებს? რას აპირებს ეჟვი? როგორ გადაჭრა იმ პრობლემას, რომელზეც ამდენი გვესაუბრნენ პირველ ნაწილში. პირველი ნაბიჯი ეს არის ფუნდამენტური და ღირებულებით ცოდნაზე დამყარებული სასწავლო შინაარსი. რას გულისხმობს ეს? აბა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მთავარი მიზანი და აქცენტირება არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი. ეს დოკუმენტი არის თავიდან ბოლომდე ეროვნულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე ორიენტირებული საკუთარი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, კულტურის, ისტორიის დაფასებაზე. სწორედ ამაზე იქნება მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული, მოხდება ამ კომპონენტის ფარგლებში ფუნდამენტური საგნების, ისეთი როგორიც არის ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, გაძლიერება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფოების ცოდნას, სახელმწიფო ენის შესწავლას, რამეთუ ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის და ჩვენი ეროვნულობის მახასიათებელი. ესე იგი, 30 წუთის განმავლობაში აწამებს ქართულ ენას კაცი. გამოშიგნა, ყველაფერი იკადრა. იმიტომ რომ ცუდი განათლების სისტემა გამოიარა და ახლა თავიდან ჩააბარებს. კონცეფციის განათლების სისტემაში სხვანაირად ლაპარაკებდა. ნუ აი რასაც მინისტრი კაცი დგას, ქართული ენის და ლიტერატურის გაძლიერება უნდა მოხდესო ჩვენი ერის ქვაკუთხედვი და არც ერთმა არ იცის ალბათ მან ვინც უზის წინ ქართულად გამართულად ლაპარაკი, მაგრამ თვითონ მინისტრი როგორ ლაპარაკობს, რა ტერმინებს იყენებს, რა სტილით ლაპარაკობს, რა ენა არის საერთოდ ეს. მე მინდა კიდევ ერთხელ მივაქცევინო ყურადღება მსმენელს იმაზე, რომ ეს ესე იგი არ ხდებოდა აქამდე. ანუ აქამდე ჩვენ ვუყავდით 13 წელი, ესე იგი ეს ყველაფერი არ გქონდა ჩვენ, ეგრე გამოდის, ხო? აი ამ უამრავი რეფორმების განმავლობაში. ეს კაცი აკოდა მე მგონი რა ამ სურათს და ზოგადად განათლების სისტემას ეხლა მოხდება. ესე იგი რას გვეუბნება? აი ესეც წინადადებას ამბობს, რომ ეროვნული გეგმის მიხედვით, ამ დოკუმენტის მიხედვით არის ეს რეფორმა და გაწერილი, ამის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს, ანუ ეს არის სასკოლო კონსტიტუცია, ხო, რაც გაწერეს და ამბობს ესე წინადადებას, რომ ფუნდამენტურ ღირებულებით ცოდნაზე დაფუძნებული შინაარსი. რას ნიშნავს ფუნდამენტური?
არ ვიცით ხო? რა ღირებულებიც არის საუბარი, როგორ იზომება ეს ვიზომავს ამას. ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი არის. როგორ იზომება ეს რა ღირებულებითი რა, როგორ უნდა განსაზღვროთ ეს. არის რაიმე სახის აკადემიური ბირთვი თუ ინდოქტრინაციის რისკზე არის გადასული ეს ყველაფერი და რეალურად პოლიტიკური შინაარსის შემოტანა უნდათ სასკოლო ეგ უნდათ ხო რეალურად სასკოლო პროგრამაში აბსოლუტურად ეს ბუნდოვანი ხაზი გასდევს მთლიანად ამ კაცის საუბარს და ამ დოკუმენტს რეალურად და აქცენტი გადადის ჰუმანიტარულ საგნებზე პოლიტიზებული ფორმით რაც ცხადია რომ სერიოზული საფრთხეა რა გამოდის რომ მეცნიერება ტექნოლოგიები კრიტიკული აზროვნება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტები და რაღაც მოდერნული აზროვნება რაც უნდა განავითარო რეალურად ხო მოსწავლეებში ეს გადადის უკანა პლანზე მე ახსენებს იქ ქართული ენის სწავლებაზე განსაკუთრებულ აქცენტს ქართული ენის სწავლების პრობლემის ფესვი არ არის საკმარისი ეროვნული აქცენტის არარსებობა. არამედ ეს არის მეთოდები, მიდგომა, მასალები და ასე შემდეგ. უბრალოდ ამოკრიფა რაღაც keyword-ები, ხო? იდენტობა, ეროვნული ტრადიციები და ამის ირგვლივ ტრიალებს ნახევარი საათი. რამე სინონიმებიც იმხელა წირი აქვს ლექსიკა, რომ სინონიმებიც ვერ გამოიყენა რეალურად ვერ ამბობს. ტრიალებს. კაი, შეგვიძლია გავაგრძელოთ, მოდი. კიდე რა გამოსავალს გვთავაზობენ მოვუსმინოთ. ამავდროულად არანაკლები და ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ისეთ მიმართულებებს, რომელიც STEM მიმართულებაში არის გაერთიანებული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნებს წარმოადგენს. სასკოლო საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად. დაწყებითი იქნება პირველი მე-6 კლასის, საბაზო იქნება მე-7 და სასკოლო საფეხური იქნება მე-10 მე-11 კლასები. თქვენ იცით, რაოდენ სპეკულაციური განცხადებები გააკეთეს რიგმა პირებმა, მას შემდეგ რაც პრემიერმა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციის დროს სავარაუდო კომპონენტად წარმოადგინა 11 კლასიან სასწავლო პროცესზე გადასვლა და ყოველგვარი არგუმენტაციის და სიმყარის გარეშე არაერთი ოპონენტისგან მოვისმინეთ 12 კლასიან სწავლების აუცილებლობაზე. თუმცა ის არგუმენტები საკმაოდ სუსტი და არადამაჯერებელი იყო. ის არგუმენტები სუსტი და არადამაჯერებელია და ეს გამოსვლა არის ძალიან არგუმენტირებული და დამაჯერებელი. ამას რომ მოусმენს ადამიანი მიხვდება რომ არა რა ღირს ამ ქვეყანაში დარჩენა. ხო და ამაზე რა შეიძლება ითქვას ხო არადამაჯერებელი იყო. ამ კაცს მივანდობდი ჩემი შვილის განათლებას. სიამოვნებაა. მინდა რომ ამ კაცმა სწავლოს ქართული ენა პირველ რიგში ჩემ შვილს. მოდი ბარი ბოლომდე მოусმინოთ ამ გამოსავალს არ დავაცადე და მე შევაფასოთ. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე. აი ეს კაცი იღებს პასუხისმგებლობას ამიტომ დაწყნარდით ხო? სიტყვაზე უნდა ვენდოთ. სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახლა. აბა რა. ამავდროულად ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეიძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს და შესაბამისად მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ. ყველა ის პედაგოგი, რომელსაც ესეც იყოს. საბაზო საფეხურზე მე-10-დან მე-10 კლასის აღარ არსებობა და ფულს არ დაგაკლებთო. საშუალო საფეხურზე მე-12 კლასის არ არსებობა შეეხება, ჩართული იქნება სპეციალურ სასწავლო პროცესებში იმისთვის, რომ ყველა მათგანს დაუკომპენსირდეს ის ხელფასი, რომელსაც ისინი დღეს იღებენ და არც ერთი პედაგოგი სახელფასო ბადესთან მიმართებაში, სახელფასო უზრუნველყოფასთან მიმართებაში არ დაზიანდება. ესე იგი, რამდენი რამე არის შეუსაბამო. პირველი, ნუ მე-11 კლასის ამბავი და მე-12 კლასის ამბავი, ხო? ანუ ამბავშებთ მე ერთადერთი კითხვა დამიშნა მე-13 კლასისთვის თუ გამოცხადება სპეციალური რეგისტრაცია და შემდგომ მე-14 კლასისთვის თუ გამოცხადება ვინმეს იქნება უნდოდეს. ანუ რას ნიშნავს? მე-11 კლასში არა ადამიანმა ჩააბარა მე-11 კლასში ეროვნული გამოცდა. მე პედაგოგები, სახელმძღვანელოები, პროგრამა რა უნდა იყოს მე-12 კლასში, როცა მე-11-ში სრულდება სრული სასწავლო პროგრამა. სამინისტრო 10 წლეულებია ვერ უზრუნველყოფს 12 წლიანი სწავლების პირობებში ნორმალური განათლების მიცემას და ეხლა ამ 1 წლის გამოკლებით ხარისხი გაიზრდება. ხო, ეს არის ლოგიკა, როგორც ვიხდი. ანუ რეფორმის შინაარსს არ ახლავს არაფერი მასწავლებლის გადამზადების გეგმასთან დაკავშირებით, დაფინანსების გაზრდა მოხდება თუ არა, მასალების განახლება, იქ ინფრასტრუქტურული ნაწილი, არაფერ ამაზე საუბარი არ არის, უბრალოდ ხდება 1 წლის ამოკლება და ვისაც სურს ნორმალური ატესტატი დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადი 12 წლიანზე მაქვს საუბარი იმისთვის გახსნიან რაღაცა სპეციალიზებულ კურსს, მიაკუჩეჩა, რაღაცა მიაკუჩეჩა თან
ან რომ რეგისტრაციას გამოაცხადებენ, არაფერი ამაზე ცნობილი არ არის. ესე იგი, მე 12 კლასში რომ მინდა რომ 12 კლასი დავამთავრო და ნორმალური ატესტატი მქონდეს, რომ მე დასავლეთში სწავლა გავაგრძელო, უნდა ვიწვალო რაღაც რეგისტრაციებზე, დამატებითი რესურსი მაგაში ვხარჯო. სკოლას მოუწევთ პარალელური კლასის გახსნა, ანუ სისტემა გახდება მეტად ბიუროკრატიული, ეს ფინანსები. იმას დავანებოთ, რომ განსაკუთრება ხდება შენი სასკოლო განემოსგან, ხო? გაუგებარია საერთოდ სად არის ამ დროს მოსწავლე. ისედაც ის გაუგებარია საერთოდ ამას როგორ უზრუნველყოფენ რა ის 12 კლასი ალაპარაკი. უკვე ვინც არის განათლების სისტემაში, იმ ბავშვებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა ვერ ხდება, რომ ერხებზე ისხდნენ და ისე იღებდნენ განათლებას. როგორ ინდიფერენტულ სიბრტყეზე მოისვრის, ნახე, ანუ ამაზე დიდად. გაიხსნება ყოველ მარტში 12 კლასი და დარეგისტრირდები და არაფერს კონკრეტულს არ ამბობს ამასთან დაკავშირებით. დავამატოთ, რომ და რას გააკეთებენ ამ 12 კლასში? მასწავლებლებსო, ხელფასები არ მოგაკლდებათო, ანუ აი ეს იყო თავარი. ხო, აი ძალიან პირდაპირ ჩანს ვინ არის მათი რეალური სამიზნე, ხო? როგორც საარჩევნო ინფრასტრუქტურა, როგორც საარჩევნო რესურსი. ეს არის რეალურად პედაგოგები, რომლებსაც აკონტროლებენ სუსის ხელით, აკონტროლებენ სამინისტროს ხელით და მათ ეუნებიან, რომ თქვენ ხელფასებს შეგინარჩუნებთ, თქვენ მშვიდად იყავით, მაშინ როცა თავად ვეთქვეს, რომ 12 კლასის ამოკლების მთავარი საფუძველი, პირველი საფუძველი იყო ის, რომ ძალიან ძვირი გვიჯდებაო. ტყუილა არისო, პირველი იყო და მე ძალიან ძვირი გვიჯდებაო. თუ იგივე ხარჯების გაღებას აპირებენ და სახელმწიფო ხარჯების შემცირებას არ აპირებენ, რაც განათლების ბიუჯეტის 70%-ზე მეტ შეადგენს. რა ხარჯებს უგავენ? ხო, მოკლედ თავენთი საარჩევნო რესურსი მასწავლებლების სახით დაამშვიდეს, რომ ეხლა მე აკი ვილაპარაკე რაღაც ცვლილებებზე, მაგრამ თქვენ უგეშინიათ. და მშობლებისთვის კი არ ვთქვა დაგიკომპენსირდებათ. მშობლებო მომისმინეთ, თქვენ უგეშინიათ, ეს მსგავსი არაფერი არ ვთქვამს. იმათ ეუნება, რომ თქვენ ხელფასს არ არ ვიცი, იქამდე თუ მივალ, ძალიან სასაცილოა, როდესაც ამბობს, რომ მშობლები უნდა ამ ყველაფერს ხო მოვუსმინე და ბოლოში ამბობს, მშობლები უნდა ჩავრთოთ საგანმანათლებლო პროცესშიო რა და რაღაცნაირად მეთქი რაღაც ნათელი წერტილი დავინახე, რომ სკოლის ავტონომიაზე დაიწყებს საუბარს და აი იანვრიდანო მე დავიწყებ რეგიონებში, სიარულსო, ქალაქებში, სკოლებში ჩემს გუნდთან ერთად შევხვდები და მშობლებისგან მოვისმენ პრობლემებს და მის გადაჭრაზე ვიფიქრებო. აი ეს იყო მშობლების შემოყვანა სკოლის მართვის პროცესში. დაანონსეს უკვე აპირებენ და აწი აპირებენ რომ შეგშობლებს კითხონ. ეს ახლა გახილვა, თქვენ ახლა ვერ ხვდებით. ეს არის საზოგადოებასთან გახილვა ახლა. ეს არის საზოგადოებასთან გახილვა. ამის მერე იქნება უკვე მთავრობის დამტკიცება და ესე გამოვიდა საზოგადოებასთან განიხილა მთავრობამ რეფორმა, შემდგომ კი დაამტკიცა. და მე იანვრიდან დაიწყებს ministri სიარულს მშობლებთან და გაიგებს რა აწუხებ და რა გამოწვევები არსებობს სკოლის საგანმანათლებლო პროცესში. გავაგრძელოთ კიდე რა გამოსავალს გვთავაზობენ. ნუ 11 კლასიან ამბავზე რეალურად რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენ წინა პოდკასტში ვისაუბრეთ და მოგიწოდებთ რომ იმას უყუროთ იმისთვის რომ მსმენელს რომელმაც წინა პოდკასტს უყურა დრო აღარ წავარდეთ. ვასკა დალინკავს კომენტარში. ხო, კი დავუკავ. მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ამ ასახავს იმ მიზანს, რაც უკავშირდება პირველ რიგში, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული მოსწავლეების მომზადების კუთხით უმაღლესი ასე ვთქვათ, ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებაში. ესე იგი, ჯერ კიდევ ერთხელ მე 14 წუთზე ვარ და უკვე ძალიან მინდა რომ მასწავლებელი უქირაო ამ კაცს. არ ვიცი, რეპეტიტორში არ ჩადო თუ ოჯახმა რესურსი თუ განათლების სისტემა მოვერუზმოყოთ, არ ვიცი, აი მოუკვდი საცოდაობით პირდაპირ მნიშვნელობით. მე მეორე ეს ვერ მოხდება, მეგობრებო, ანუ ვერანაირად დღევანდელი საჯარო სკოლა, ვერც მე-11 კლასში, ვერც მე-10 კლასში, ვერც მე-12 კლასში რეალურად ვერ მოამზადებს ბავშვებს ეროვნული გამოცდისთვის. ეს არის სიმართლე. ვერანაირ ფულად რესურსს თქვენ ვერ დაზოგავთ იმით, რომ საჯარო განათლებას მოვაკლდება კიდე ერთი წელი. და მე-11 კლასში გახდება თურმე სწავლა პროფილური. ეს არის სისულელე ასევე. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ რომ ბავშვები ატაროთ რეპეტიტორებთან. აი ეს უვიცი კაცი თქვენ მაგ ფინანსურ წნეხს ფიზიკურად ვერ მოგხსნით. ანუ როგორი შეუსაბამობაა და არათან მინდორულია და საკუთარი ნათქვამს ეწინააღმდეგება, ნახეთ, დასაწყისში გვესაუბრება იმაზე, რომ მასწავლებლები კვალიფიკაციის პრობლემაა, რომ დეფიციტია გარკვეული მიმართულებით მასწავლებლების, 3 წელია საერთოდ არ გამოქვეყნებულა მათი გამოცდების შედეგები, ესე იგი ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა, ანუ კადრების დეფიციტია და კადრების თვისობრივი პრობლემა არის. და ადამიანი გვეუბნება, რომ მე-11 კლასში არ დაგჭირდება დამატებით რეპეტიტორებთან მომზადება, იმიტომ რომ სკოლაში უზრუნველყოფს ამას. რომელი კადრებით უზრუნველყოფს? თვითონვე გვეუბნება, რომ პრობლემაა და დაბალია ხარისხი მომზადების მასწავლებლების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 78% მასწავლებლებისა ჩაიჭრა საკუთარ დარგობრივ გამოცდაში. იმ მასწავლებლებით აპირებს, რომ მე-11 კლასში მოამზადოს თქვენი შვილები უმაღლესი განათლებისთვის. ელემენტალური ლოგიკა არის უბრალოდ. ანუ ეს არის იმ ტიპის ტვირთი, რომელსაც სანამ განათლების სისტემა ძირფესვიანად არ რეფორმირდება, ფიზიკურად ვერ მოიხსნიან ქართველი მშობლები, იმიტომ რომ სისტემა მათ წირავს
არაკომპეტენტური სისტემა მათ შვილებს წირავს, მათ შვილებს არ ამზადებს. არც ზოგადად განათლებას არ აძლევს, მაგრამ მყისიერი ამოცანის თვალსაზრისით არც გამოცდისთვის არ ამზადებს. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომელთაც ამ ტვირთს მოვხსნით ქართულ მშობლებს, არის ის რეფორმა, რომელსაც ვაპირებთ, რომ ფედერალისტები რომ გავატაროთ და ამ რეფორმაზე ვცლად ვისაუბრებთ, როგორც უკვე თქვით, ამ პოდკასტში ვაპირებთ, რომ ვესაუბრა, მაგრამ წამოკვეცია ეს ძღვენი, პირდაპირ მნიშვნელობით, განსახილველად და შესაბამისად დღეს ამას შევეხებით, შემდეგში შევეხებით ჩვენი განათლების რეფორმას. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი აბსურდია, ეს ყველაფერი არის სადღეგრძელო, ეს იგივე რაც მე ვთქვა რა არის პრობლემა და მე ვთქვა რომ მოგვარდება. და მორჩა. ხო, როგორ მოგვარდება, რა მოხდება? რანაირად შეიძლება ეს შესაძლებელი იყოს? განათლების სამინისტრო გარწმუნებთ, რომ უზრუნველყოფს სრულფასოვან განათლებას თქვენი შვილებისთვის, გთხოვთ და გვიჯერეთ. აი ეს უნდა დაებატებინოთ. და 13 წლის თავზე გაიხვიცეს. სიტყვაზე უნდა ენდოთ. აუცილებლად. გავაგრძელოთ. ამ კუთხით ჩვენ შემოგვაქვს მე-11 კლასში ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა რომ ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე და ეს იქნება ინტენსიური ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თვითოულ მოსწავლეს რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით. მე-12 კლასი თვითონაც გააუქმეს. ამის თქმა მინდოდა, ანუ ესე ისე უწრება. მე-12 კლასი გააუქმეს, იმიტომ რომ პროფილური მომზადება ხდებოდა ბავშვების და შეეძლოთ რომ მე-12 კლასი გადაეკეთებინა და მათ ხო მე-12 კლასი ყოფილიყო პროფილური, ანუ თვითონვე ამბობენ რომ 10 კლასიანი ხდება საშუალო განათლება. თვითონვე ამბობენ რომ მე-11 კლასი რეალურად იქნება პროფილური. კიდევ ერთხელ ამბეს რეპეტიტორების აუცილებლად ფიზიკურად ვერ მოხსნის, ჯერ ერთი შეუძლებელია ეროვნული გამოცდების ტიპის გამოცდისთვის ბავშვების მომზადება 30 და 40 კაციან კლასში, ფიზიკურად გამორიცხულია ხო, მაქსიმუმ ყავდეს 4 კაციანი, 5 კაციანი ჯგუფი, მაქსიმუმ, მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, პირდაპირ გვეუბნებია რომ მე-11 კლასი გახდება ტყუილი კლასი. ანუ თვითონ ბრანდისთვისაც მე-12 მოხსენით, ის გადმოინაცვლოს მე-11-ში რეალურად და რეალურად დარჩება 10 კლასიანი საშუალო განათლება. თან პირდაპირ და ღიად და გაჭირად ამბობენ რომ ამას აკეთებენ, იმიტომ რომ ფული ენანებათ ბავშვების განათლებაში. დაფინანსების შემცირება უნდათ. თვითონვე აღიარებს ეს რეფორმა, რომ მე-11 ამ შემთხვევაში იქნება ტყუილი კლასი, სადაც ვითომ რაც სამ საგანში მოემზადები ტურა თუ არ ვიცი როგორ რაღაცა. რეპეტიტორიუმი. დამაჯერებელი ლათინური ძილის სიტყვა უნდა თქვა. ანუ რეპეტიტორიუმში ეს ადამიანები მოემზადებიან მხოლოდ სამ საგანში. მაგალითად, რა ვიცი, მათემატიკაში, ქართულში და ინგლისურში და ამით დაამთავრებენ ყველაფერს. ეს იქნება დაამთავრებელი განათლება, წელი, რომელშიც საბოლოოდ უნდა მოიხუფოს მთელი განათლება, რომელიც სკოლის განმავლობაში. ანუ მე-10 კლასის შემდეგ შეიძლება ადამიანმა ან ისტორია არ ისწავლოს, ან მათემატიკა არ ისწავლოს, ხოლმე მე-10 კლასში ჩათვლით. ნუ აი ძალიან რთული არის მართლა ენით აღწერო ის რა საშინელებას ეს ადამიანები აპირებენ. რეალურად არის დასამარება. თორენაბიჯი, ეს არის სისტემური და განახლებადი რესურსები. ჩვენ 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით სკოლაში. დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელო. ვაიმე როგორ ამბიციური აჭირს. სამინისტრომ გასული 6 თვის განმავლობაში შერჩევითობის პროცედურების გავლით შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები ხმა როგორ მოძლიერდა შემდეგი სტანდარტით. ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები. ბრავო. აქტაში დაუკრეს. ბრავო. აქტაში დაუკრეს? კი. და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ერთიანი, ასე ვთქვათ, ცნობადობა, ერთიანი ხარისხის უზრუნველყოფა. ცნობადობა რა შუაშია. ცნობადობა ერთიანი ცნობადობა. აკუნა იყოს თან, იცი, ერთნაირად ცუდი. ყველა წინადადებაში შუაში უნდა ჩამატებული იყოს ცუდი. ყველაფერი გახდება ერთნაირად ცუდი ყველასთვის. რეალურად აი ამას ლაპარაკობ. დაასრულებინე და ძალოებით გავთხრაშოთ. ცნობადობა იქნება უზრუნველყოფილი. რა იქნებოდა? რა იქნება უზრუნველყოფილი? შეფასება, ამას გულისხმობ, რომ ერთიანი იქნება გაზომვადობა იქნება, ხო. ანუ რეალურად რაზე გვაქვს ლაპარაკი? აქამდეც იყო რამდენიმე გრიფირებული სახელმძღვანელო ყველა საგანში. კრიტერიუმებს მთლიანად და ძალიან დეტალიზებულად ადგენდა განათლების სამინისტრო. სულ იღებდნენ რამდენიმე გრიფირებულ სახელმძღვანელო საბოლოო ჯამში თვითონ სამინისტრო არჩევდა რამდენიმე ვარიანტს და ამ რამდენიმე ვარიანტს შორის არჩევანი ჰქონდათ როგორც საჯარო ისე კერძო სკოლებს. ანუ სახელმწიფო წერდა ხალხო, სამინისტრო წერდა ამ წიგნებს. ადრეც. ისედაც სამინისტრო წერდა. სამინისტრო შეიმუშავდა იმგვარ კრიტერიუმებს, რომელსაც ვერც გაცდებოდა ფიზიკურად ავტორი იმისთვის, რომ სახელმძღვანელო შეექმნა. და ისედაც ყველა ეს სახელმძღვანელო რამდენიმე გრიფირებული, რომლის არჩევანსაც სკოლებს აძლევდნენ, იყო ერთმანეთის მსგავსი.
იმიტომ რომ ერთი და იგივე კრიტერიუმებს მიყვებოდა. და ახლა გრანდიოზულ სიახლეთ მოგვაწოდეს, რომ აიო, ამდენი ხანია რომ თავისუფალ ბაზარს მივენდებთო, რა თავისუფალ ბაზარზეა ოღონდ ლაპარაკი. თავისუფალ ბაზარს რომ მივენდებ, ანუ თუ არ არსებობს, როგორ თქვა, შემსყიდველი თუ არ არის, ბევრი მაშინ არ არსებობს არანაირი თავისუფალი, არანაირი კონკურენცია, არანაირი თავისუფალი ბაზარი. თუ არის სახელმწიფო, ვინც საბოლოოდ ეს სახელმწიფო უნდა არჩიოს. არანაირი ბაზრის პრინციპი აქ არ მოქმედებს, ხო? არის სახელმწიფო, ის სახელმწიფო არჩევს საბოლოოდ და იმ ხარისხს უნდა დასჯერდეს შემდგომ ყველა მოქალაქე ქვეყანაში. და რეალურად ეს ხდებოდა. ანუ არანაირი კონკურენცია არ იყო. ის კი არ არის რომ სკოლა უნდა არჩიოს სახელმწიფო და ამიტომ ბევრი ავტორი მუშაობს იმისთვის, რომ სკოლებს სახელმწიფო მოაწეროს. პირიქით, სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმები, რამდენიმე სახელმწიფო და ამ სახელმწიფოებს შორის ირჩევდნენ სადაც სკოლა. ერთი სამაკ საკითხი მაქვს აქ რა თუ შეიძლება ამას აღნიშნო მაგალითად აქამდე როგორც იყო თუნდაც მიიღოთ 10 სამუშაო ვერსია ავტორებისგან და იქიდან აერჩიათ ერთი თვითონ. ანუ რატო არის აუცილებელი რომ განათლების სამინისტროს წინასწარვე დაწეროს თვითონ ეს სახელმძღვანელოები. ანუ გავიგე ის რომ ერთი სახელმძღვანელო უნდათ რომ კონდეთ რაც ძალიან ცუდია და შეიძლება ავსრათ რატო არის ცუდი. მაგრამ აი ეს ერთი სახელმძღვანელოც რატო არ შეიძლება 10 შესაძლო ვარიანტიდან აირჩიეს მაგალითად ან 3-დან ან 2-დან რატო არ შეიძლება პრობლემა სახელმძღვანელოების მრავალფეროვნებაში კი არ არის არამედ ხო ანუ კვალიფიკაციასა და მონიტორინგში ანუ ამას თუ ვერ ახორციელებ მაშინ წიგს რანაირად დამიწერ ხო რეალურად ცენტრალიზებული სახელმძღვანელო უდრის ცენტრალიზებულ გავლენას შინაარსზე ეს არის ძალიან მარტივი ანუ როცა ერთ ავტორთა ჯგუფს ეს ავტორთა ჯგუფიც ერთი ყავთ დამატებული სამინისტროს უფლება განსაზღვროს თლიანი განათლების შინაარსი ამ დროს იზრდება იდეოლოგიზაციის საფრთხე და ვიღებთ რას ნიშნავს რომ შინაარსი მომავალში შეიძლება განისაზღვროს ანუ შეიცვალოს უпростоრად პოლიტიკური საჭიროებების მიხედვით ანუ ამას ხედავთ მოვიყვანო ამის მაგალითად 1924 წლის აჯანყებაზე როცა იყო ერთ-ერთ სახელმძღვანელოს საუბარი მე აი დაზუსტებით ვიცი ეს ინფორმაცია როცა გააგზავნეს ეს ტექსტი რედაქტორმა იქ მიუწერო 1924 წლის უშედეგო უაზრო აჯანყება ეს ორი სიტყვა დაუმატა ანუ ისედაც რაც მანამდე წერდა თავისუფალი ბაზარი რასაც წერდა რედაქტორმა განათლების სამინისტროს მიერ დანიშნულმა რედაქტორმა ეს ორი სიტყვა მიუწერა მხოლოდ აი ხო ლაპარაკი არის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდგომ საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ 1924 წლის აჯანყებაზე, რომელიც კი იყო სასოწარკვეთილი ერთი მხრივ, იმიტომ რომ უზარმაზარ ძალას, უზარმაზარ იმპერიას უპირისპირდებოდა ეს არაორგანიზებული, არასაკმარისად ორგანიზებული ჯგუფი, მე ვიცით როგორც წარიმართა აჯანყება და შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ტკივნეული, მაგრამ ამავდროულად საამაყო-ფურცელია საქართველოს ისტორიიდან რეალურად, როგორ თავიდანვე არეგუებოდა საბჭოთა ოკუპაციას და წითელ ჩექმას ქართველი და ამ დროს რედაქტორი ასეთ სამარცხვინო ადამიანებზე რომლებიც სიკვდილის რისკზე წავიდნენ რომ ეს ქვეყანა გაითავისუფლებინათ და რომლებიც ათასობით შეყარეს ვაგონებში და დახურეს. არა, ეს არის ქართული ოცნების ანუ რატო ვახსენე სპეციალურად რომ ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ქართული ოცნება ისე შემთხვევითი და ან ვიღაცა რედაქტორის ინდივიდუალური მიდგომა. ეგ არის დაკვეთა ზუსტად, იმიტომ რომ მე ხა რამდენიმეჯერ მქონია კამათი ერთ-ერთ კოდს პროპაგანდისტან კოდს დავარქვევ, რომელიც აი ამ შინაარსზე მუშაობს და ზუსტად აი რაც ახლა შენახსენე, ზუსტად მაგაზე აპელირებს, რომ იცი რა, ისე დაამთავრებთ როგორც პირველი რესპუბლიკის ხალხი. აი ამას მეუბნება და ეს ფუჭი თქვენი აჯანყებები, თქვენი ფუჭი, ასე ვთქვათ, გამოსწულები და ეს თავგანწირვა დასრულდება იმით, რომ ნაწილი წახვალთ ემიგრაციაში და ნაწილი დაასრულებთ ისე როგორც დაასრულეს ასე რომ ეს ვითომ ერთი წინადადება სინამდვილეში ხსნის ზუსტად მთელ აი ამ შინაარს ამ რეჟიმისას და მათ დამოკიდებულებას ღირებულებებს და მიმართულებას საით მიყავთ ეს ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ არ ისწავლებოდა პირველი რესპუბლიკის ისტორია ისე როგორც არც აჯანყება არც ოკუპაცია და შესაბამისად ხო ამ მაქსიმალურად ეცადნენ ამ 70 წლის განმავლობაში რომ ეროვნული ცნობიერებიდან ეს ფენომენი რომელთანაც დღეს მეტწილად კავშირი გაწყვეტილი გვაქვს ხო ჩაეკლათ გაექროთ და ამ ისტორიულ წარსულთან ჩვენ კავშირი დაგვეკარგა და იგივეს აგრძელებს აი ბოლშევიკების მემკვიდრეობას აგრძელებენ ესენიც და აქვე ძალიან ვარ გაგვიგზელდეს აი ამ ისტორიის შეფასებაზე რომელიც შეიძლება კიდე გავაკეთოთ ცალკე პოდკასტი აქვე შევხოთ ახსენეს ის რომ 2-3 წელიწადში დაიწერება წიგნები და ეს რა პრობლემას ქმნის ზოგადად ჩემი აზრით, როცა კარგი სახელმძღვანელო იწერება, ის იწერება ბევრად უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში 2 წელიწადში კარგი წიგნის დაწერა განსაკუთრებით ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში არის რთული
და კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩვენს ვენას გავახსენო რომ ჩვენ კონკურენციაში ვართ თანამედროვე დროში ვიდეო თამაშებთანაც ყველაფერთანაც ბავშვმა ყურადღება რაც შეიძლება გადაიტანოს შესაბამისად გვიწევს რომ კარგი სახელმძღვანელოები დავწეროთ და ერთი განათლების სამინისტროში დაწერილი ერთი თაბახის ფურცელი ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს და მნიშვნელოვანია რომ ბევრი არჩევანი იყოს, ბევრი ავტორი იყოს, ბევრი იდეა იყოს ბევრი განსხვავებული ფორმა და შინაარსი შეიძინოს სახელმძღვანელობა იმისთვის რომ ჩვენ ახალგაზრდების დაინტერესება შევძლოთ. ესე იგი სამინისტრო რომელიც ვერ უზრუნველყოფს გადამზადებას მონიტორინგ შედეგების გაზომვას, საიდან ხდება უცებ იმდენად კომპეტენტური რომ ერთდროულად ყველა მიმართულებაში და ყველა საგანში შეძლებს სახელმძღვანელოს შედგენას. ხო, სახელმძღვანელოს შექმნა არის განმანათლებლობის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი. და სხვათა შორის წინა პოდკასტში ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე, მრავალპროფილური გუნდები როგორ მუშაობენ ამაზე ევროპაში, რამდენი ადამიანია ექსპერტთა ჯგუფები, როგორი ფორმებით აკეთებენ ამას, რამდენი არის ჩართული ხო გარდა და დარგის ცოდნისა ფსიქოლოგები და ენისტილისტები, ნუ იქ ვიღაც მოკლედ უზარმაზარი პროცესია და ძალიან დიდხნიანი პროცესია და ერთი ჯგუფი როგორ შექმნის იმდანად ხარისხიან სახელმძღვანელოს თან 2-3 წელიწადში, რომ ყველა საგანს ჩაანაცვლოს ეს თავისი ერთი წიგნი, ხო, ყველა მიმართულებით. ანუ ეს პრაქტიკულად არის შეუძლებელი ამოცანა, რომ სასწავლო შედეგების ამოცანაც არ არის ამ შემთხვევაში ამ ადამიანისთვის. სასწავლო შედეგების გაზომვა უნდა ხდებოდეს სწავლის შედეგები და არა იმით ერთნაირი წიგნი აქვთ თუ არა. ყველაზე მარტივი გზა აქვთ აგერ ჩვენ დასავლური ქვეყნები შეგვიძლია დავასახელოთ ხო? აი მაგალითად ფინეთი, ესტონეთი, ნორვეგია, კანადა, სადაც ერთიანი სტანდარტები კი არის შემუშავებული თანამედროვე სტანდარტები, მაგრამ მრავალფეროვანი არის ეს არჩევანი. ეს ხარისხსაც გაზდის, იმიტომ რომ გამომცემლებს შორის არსებობს კონკურენცია, ისინი ცდილობენ უკეთესი ხარისხის წიგნების შექმნან, რომ შემდეგ განათლების სამინისტრომ ეს აერჩიოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ერთიანი სისტემა, ვთქვათ, ერთი ეს მოდელი, ერთ სახელმძღვანელოიანი სისტემა აქვს რუსეთს, ბელორუსს, თურქმენეთს და საბჭოთა კავშირში იყო, სადაც აშკარად გავაგრძელოთ. მესამე ნაბიჯი ეს არის მრავალფეროვანი სასკოლო კულტურა. როგორც გითხარით, არაფორმალურ განათლებას უნდა მივცეთ უფრო მეტი დატვირთვა. ამ ეტაპზე მე მინდა ძალიან დიდი მადლიერებით ვთქვა, რომ წელს დაწყებული პროექტი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომელიც ღირებულებით განათლებას ეხება, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს იმ სკოლებში 50-ზე მეტ სკოლაში, სადაც ჩვენ ეს შევიტანეთ და ვაპირებთ ამ მიმართულების გაფართოებას. სადაც ბავშვებს ასწავლიან სამშობლოს სიყვარულს, ცხოვრებისეულ ფასეულობებს, მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომელთაც ჩვენ ბავშვები უნდა აღზარდოთ. ესე იგი, ხო. პირველი შეიძლება ითქვას, ხო, მათემატიკას ვერ ვასწავლი და მოდი სამშობლოს სიყვარულს ვასწავლი, აი ცოტა ამაში ვართ აშკარად, ხო? ყველაზე როგორ თქვა, მინიმალური სტანდარტის პროფილებით შედგენილ საგნებში, როგორც არის გეოგრაფია, ისტორია, ასშენე, ხო, როგორი საგნებიც არის დღეს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, ვერაცლებენ მინიმალურ ცოდნას, ისე რომ 80 ქვეყნიდან 79-ზე არ გავდიოდეთ და სამაგიეროდ ჩვენ გასწავლით სამშობლოს სიყვარულს, ჩვენ გასწავლით იმას, რომელ მშობელს ჭირდება, რომ აი ამ კაცმა ასწავლოს მიშვილს ქვეყნის სიყვარული, მშობელი ამას ვერ იზამს მის გარეშე? ან არაფორმალური განათლება ჭირდება ბავშვი იმისთვის, რომ ქვეყანა შეიყვაროს? და იმის ნაცვლად, რომ ეს არაფორმალური განათლება და თუნდაც კლასგარში აქტივობები იმ დანაკლისის შევსებას მოხმარდეს, რომელსაც სკოლა ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფს. ამის ნაცვლად იმ რაღაცას სათგრძელოს ვისმენთ, რომ ჭიქები ბარემ სათგრძელობის თქვა უნდა ასწავლო, ჩემი აზრით. მეტყვი საიდუმლოს როგორ შეიძლება ასწავლოთ ადამიანებს პატრიოტიზმი და ყველა ის ღირებულება ჩამოუყალიბოთ, რომელზეც ბატონი მინისტრი ამახვილებს ყურადღებას. დააბრუნეთ სრულად ილია ჭავჭავაძის ტექსტები, მაგალითად ბედნიერიერი გამოცდის ნაწილში, დააბრუნეთ ალექსანდრე ყაზბეგი, დამერწმუნეთ ბევრად უფრო გონიერი ადამიანები იყვნენ, ვიდრე თქვენს მიერ საპატრიარქოდან წარგზავნილი ჩინოვნიკები. დამერწმუნეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს იმ ერთობლივი პროექტებისთვის, რომელიც სწორედ მოსწავლე ახალგაზრდების აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამასთანავე წელს ჩვენ 150-ზე მეტ სკოლაში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ ჯარის გაკვეთილები, სადაც მხედრულ სულისკვეთებას, პატრიოტულ მოტივებზე დამოკიდებულ კონკრეტულ პროგრამებს ასწავლიან და რა თქმა უნდა ისტორიებს ჩვენი გმირების შესახებ. მეოთხე სამარცხვინო. აქაც იგივე მაგ თქვენთან რჩევა ბატონო მინისტრო, თუ შეიძლება 1924 წლის აჯანყება
ჩვენი მიხა ხელაშვილის სხვა ასეთი გმირების შესახებ უფრო დატვირთეთ პროგრამა არ დაგჭირდებათ სხვა წარგზავნილი ჩვენ არ დაგვირთავთ ოღონ ჩვენ დავტვირთვათ თქვენ როცა შეიცვლებით მაგრამ გამოსავალი ამაშია თქვენ მიერ წარგზავნილი ჩინოვნიკები მაგას ვერ გააკეთებენ ითქვას აუდიტორიაში ვუზით პრემიერ-მინისტრი რომელმაც საქართველოს გმირს გიორგი ანწუხელიძეს პიარისთვის უაზროდ გაწირული უწოდა გმირების რომლებაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა ყველა ჩვენგანი სიცოცხლე იხსნეს და საკუთარი გაწირეს ამ ადამიანების ოჯახებს სულში ჩააფურთხეს ოპონენტებად ყავთ ლამიც ქცეული ადამიანები რომლებიც ამ ქვეყანაში მართლა პატრიოტიზმის ეროვნული სულისკვეთების გმირობის სიმბოლოები უნდა იყვნენ ნებისმიერი პარტიული დაპირისპირების ნებისმიერი პოლიტიკური განსხვავების მიღმა და ამ ადამიანებს პატივს უნდა ვცემდეთ მთელი ერი იმიტომ რომ მათზე ვდგავართ და მათ გამო ვართ ცოცხლები დღეს შემდგომ ამას კვირების განმავლობაში კამპანია მოაყოლეს მისი და ქალბატონი წულკიანის მონაწილეობით. ანუ პირდაპირ შეტევა მიმდინარეობს მაგაზე და იმაზე საერთოდ ლაპარაკს აღარ დავიწყებთ ომიგინა კამპანიაზე, სადაც პირდაპირ ეუბნებიან ადამიანებს, რომ ზოგადად ჯობია რომ დაანებდეს საკუთარი თავისუფლება დათმო, ღირსება დათმო, სახელმწიფოებრიობა დათმო, თუ მათ დაცვა სჭირდება რომ საკუთარი ქვეყნისთვის იარაღი ხელში აიღო და იომო, ხო? და ეხა ეს ხელისუფლება გვეუბნა ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მოემზადოთ, თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ რეზერვი უნდა შევქმნათ აუცილებლად თავდაცვის ხარჯები უნდა გავზარდოთ ამ ადამიანებს მილიტარისტებად და ომის მსურველებად ასაღებენ და ეხლა გამოდის ეს ცხვირმოუხაცავი ვიღაცა ისწავლენი და გვეუბნება რომ თურმე მილიტარიზმის ხედრული სულისკვეთების ახალისებას აპირებენ მოსწავლეებში არაფორმალურ განათლებაზე იყო საუბარი რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია და ეს მიმართულება უნდა გავაძლიეროთო და თანამედროვე გაგებით რა არის არაფორმალური განათლება ხო ეს არის შემოქმედებითი აქტივობა სპორტული ტექნოლოგიების ხელოვნების მეცნიერების წრეები მოსწავლეთა თვითმმართველობები თქვათ სოციალური უნარების განვითარება, მედია ციფრული წიგნიერება, თვითონ მოსწავლეებზე დაფუძნებული თქვათ ინიციატივები და არა რელიგიური პროგრამები, იდეოლოგიური პროექტები და სამხედრო პოლიციური მიმართულებები. ამ მოცემულობაში ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ის კავშირი და ბმა, რომელიც უნდა არსებობდეს სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლას შორის. და ეს გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფილი იყოს და მხარდაჭერილი. ეს არის ChatGPT-ის მიერ გენერირებული მართლა. მართლა. მდგომარეობა რეალურად თქვი კიდევაც და კიდევ ერთხელ გამიმეორებ გამოვლინდა რომ 6 წლამდე მე ვჭრმა რომ ამაზე უკეთ დაწერდა ChatGPT რა ვიცი მაგაც ვერი მეორებს მე მგონი უჭირთ ის სოციალურ ემოციური ფონიდან გამომდინარე ზაობიდან გესმით ხო უბრალოდ გესმით ერთხელაც გავიმეოროთ ეს ფრაზა გთხოვთ სკოლაში შედიან დღეს არსებული კანონმდებლობით უჭირთ ის სოციალურ ემოციური ფონიდან გამომდინარე ზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში ინტეგრირება ანუ იმდენად იდიოტია ტიპი რომ თქმა უნდა რომ ბავშვი შეიძლება ფსიქოემოციურად მომზადებელი იყოს ჯერ საკლასო ოთახში ინტეგრირებისთვის რაღაც სასწავლო პროცესი აი ამის თქმა უნდა სოციალური ფონი ემოციური ფონი ამიტომ ჩვენ გამომდინარე ამ მიზნებიდან და იმ კომპონენტიდან რომ 11 წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ ეს რა შუაშია ხოლმე ვერ ახსენებენ დარბას მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეიძლება მხოლოდ იმ ბავშვებს რომელსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი ამას მინდა რომ ტანში მოყვეს ასე მინდა მას მასშტაბური აპლოდს ასე ხო იცი რა გადაჭრეს ბმა არ არისო ბაღსა და სკოლას შორის მიხდი ხო ეგ გადაჭრა იმით რომ 15 სექტემბრამდე 6 წელი თუ შეგისრულდება აი მარტო მაშინ გიგდეს სკოლის წახვიდე გადაიჭრა პრობლემა მე მინდა თქვა რომ 5 წელი შევედი მეგობრებო სკოლაში არანაირი პრობლემა საერთოდ ამას არ შეეძლო შევედი და ვიტირე მაგრამ მე არ მიტირია სხვათა შორის პირველ მაგრამ მე ლიბერალია კაცო კი ვარ ასე რომ ო შენ სოციალური და ემოციური ფონი არ გიწყობდა ხელს როგორც მინესმა თქვა. თუ კი ბავშვი ფსიქოემოციურად მომზადებელია, ოჯახის შესაძლებელია ეგ ამბავი, ხო? 5 წლის ასაკში მაშინ არ შეიყვანს ასეთ ბავშვს სკოლაში. თვითონვე არ გაწირავს მშობელი იმ გარემოსთვის, რომელთვისაც შეიძლება ბავშვი მომზადებელი იყოს. არაფრისთვის ამ უმეცარი მინისტრის აკრძალვა ამას არ ჭირდება. მშობელი თავისთავად უკეთ გადაწყვეტს ამბავს. ბაღებში თუ გინდათ რომ სიტუაცია გაუმჯობესად, არ ყოფნის ბაღები ძალიან გადატვირთულია, შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს ეს ბაღები ის რომ შესაბამის რაოდენობის აღსაზრდელი ყავდეს. გადატვირთული მშობლებს ვერ მიყავთ ფიზიკურად, ვერ მიყავთ ბაღებში საკუთარი შვილები და ეგ პრობლემა მოაგვარეთ და როცა კორუფციის არა, ეს პრობლემას ვერ მოაგვარეთ. არა, ეს ბაღებიც ააშენეთ, ბაღებიც არ გვაქვს ჩვენ წინა სკოლამდელი განათლებას აუცილებლად საკმაოდ დაითმოს თავი, გავაგრძელოთ. ამასთანავე შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მოცემულობა შემოაქვთ. რეგისტრაცია არის ბოლო ეტაპი და საყოველთაო რეგისტრაციამდე ჩვენ ვაპირებთ რომ შემოვიღოთ კიდევ ერთი რეგისტრაცია ეტაპი, რომელიც უკავშირდება
ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის გადაიჭრა პრობლემა ტერიტორიულ პრინციპთან. ამით გადაიჭრა ხო ხდებით რის თქმა უნდა და სიტყვებს იყენენ ვერ ვხდები ხანდა ეხლა უნდა ამწამს რომ ტერიტორიულად სადაც ახლოს არისო იმ სკოლაში მისვლა უნდა შეეძლოს ბავშვო როგორც აზრი გამოვიტანე ყოველ შემთხვევაში ამის თქმა უნდა რომ გეოგრაფიულად ახლოს მყოფ სკოლაში უნდა შეეძლოს ბავშვს რეგისტრაცია არ მოაქვს უბრალოდ მოусმინეთ რა არა შოქში ვარ ნახეთ პრობლემა იდენტიფიცირებული იქნა რა რომ ბმა უნდა იყოს ბაღსა და სკოლას შორის რომ ბავშვი ფსიქოლოგიურად მომზადებული იყოს სკოლისთვის რომ რაღაცა ამ მიმართულებით უნდა პრობლემის გადაჭრა წარმოიჩინათ როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა 15 სექტემბრამდე 6 წლის უნდა გახდე და ეგრე შეხვალ სკოლაში და იმ სკოლაში უნდა წახვიდე, სადაც შენი სახლია. და მორჩა მზად არის თქვენი ბავშვი ფსიქოლოგიურად, ფსიქოლოგიურად, ინტელექტუალურად აღმოიფხრა როგორც სუსტი კავშირის პრობლემა სკოლამდე და სკოლის ასაკში. პრობლემა აღმოიფხრა. გავაგზავნოთ. ამას ტაში მოყოლია. პირველ ეტაპზე ესე იგი მოყვა წიგს და ამას. წიგს. და მეგობრებო, აცი აღარ იქნება სამი სახელმწიფო, იქნება მხოლოდ ერთი და მაგარია. და მეორე ისო გეოგრაფიულად დავუახლოვებთ ბავშვს იმ სკოლებს, სადაც არა და 15 წლამდე 6 წლის თუ არ შევა. 6 წლის თუ არ მაშინ თუ ვერ შევა და ბავშვებს თუ უგზავნოთ და ძლივს მივახციეთ. ამ ცვლილებას. მეხუთე ამოცანა ეს არის პედაგოგთა პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა. პედაგოგიკა გადაიქცევა უმაღლესი აკადემიური დონის მიმართულებად. თუმცა რა თქმა უნდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა და ჩართულობა ამ პროცესებში და გააგრძელებს პროფესიული უნარების განვითარებაზე ძალიან აქტიურ ზრუნვას. ამასთანავე ჩვენი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის რომ შევისწავლოთ დეტალურად როგორც გეოგრაფიულ ისევე საგნობრიო ყველაფერი გეოგრაფიით იწყებთ და შესაბამისად ამ მიმართულების კონტექსტში მოვიზიდოთ მასწავლებლები, გადავამზადოთ და შესაბამისი სკოლები ანუ რა არის მე მართლა არ მესმის რა სამბობს და ლიკა არის ჩვენი მთარგმნელი და თუ შეიძლება მითხარი რა არის ესე იგი გეტყვი ანუ 3 საათი დავუთმეთ ჯამში იმაზე საუბარს ჩვენ მაგალითად რომ მასწავლებლებს კვალიფიკაცია არ ყოფნით და ეს კაცი მასწავლებლების კვალიფიკაციის პრობლემას ისევ მათი გადამზადებით აპირებს. პირველი რაც უნდა ვთქვათ არის რომ დღეს არსებობს სისტემაში ძალიან სერიოზული ბარიერი ერთწლიანი 60 კრედიტიანი კურსის სახით, რომელიც ნებისმიერმა მსურველმა უნდა გაიაროს იმ შემთხვევაში იმისთვის რომ დასაქმდეს სკოლაში და ვიღებთ ისეთ აბსურდულ სისტემას, სადაც შეიძლება უნივერსიტეტში ასწავლიდეს ადამიანი, არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ უნივერსიტეტში ასწავლიდეს, ლექციებს კითხულობდეს, ძალიან მაღალ კვალიფიციური სამსახური ჰქონდეს და არ ჰქონდეს უფლება რომ სკოლაში ასწავლოს რომელიმე საგანი ბავშვებს. რაც არის აბსურდი, ხო? როცა ეს 60 კრედიტიანი კურსი საცერის როლს არ ასრულებს. რეალურად სისტემაში შეყრილი არიან, რა ვიცი, 80%-ზე მეტი არაკომპეტენტური კადრები. შესაბამისად, ეს სისტემური ბარიერი არის მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენტური ხალხისთვის. არაკომპეტენტური ხალხი იქ ისე რაც აღწევს. უბრალოდ ადამიანებს არ აქვთ იმის ერთი წელი, რომ პროფესიას, ოჯახს, საკუთარ განვითარებას მოწყვიტონ, ერთი წელი 60 კრედიტიანი კურსი გაიარონ, მერე იმისთვის რომ პედაგოგად დასაქმდნენ, ხო? ამიტომ რეალურად მოქნილი უნდა გახდეს სკოლაში დასაქმება, სტუდენტებს უნდა შეეძლოთ დასაქმება. დღეს უკვე ვხედავთ, რომ პირველ კურსელები, მეორე კურსელები ბავშვებს იდეალურად ამზადებენ როგორც ეროვნული გამოცდებისთვის, ისე სხვადასხვა სასკოლო საგანში. შესაბამისად, ამ ბავშვებს სკოლაში შესვლის უფლებას უნდა მიეცეთ, იმისთვის რომ კადრები გადახალისდეს და ამ ასაკობრივ ჯგუფში და ამ რაღაცა მასწავლებელთა კორპუსში არ უნდა გამოიკეტოს ფიზიკურად საჯარო განათლება, რომ ეს არის რაც შემდგომ ხარისხის ვარდნას და გაუფასურებას უზრუნველყოფს და ეს კაცი რაც გვთავაზობს ამ დროს გამოსავლად, რომ ამდენი წელი ხო ამზადეთო და მოვიწვიეთო და ახლაცო ვაპირებთ რომ გავაგზავნოთ და მოვიწვიეთო. ანუ რეალურად გეუბნება რომ პრობლემა დარჩება პრობლემაა, თუ მე ვახსენე რომ პრობლემაა და უბრალოდ გეუბნებით რომ მოგვარდება. როგორ არ მკითხოთ? ანუ აი ეს არის რეალურად რაც საკეთებს, ხო? პედაგოგები. 2026 წლის იანვარში დამტკიცდება მასწავლებელთა კარიერული ახალი სქემა. ამ სქემის განხილვა ერთთვის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში და დიდ ქალაქში განხორციელდა, თუმცა ჩვენ კიდევ დეკემბრის ბოლომდე ვაპირებთ რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად თქვენთან ერთად განვიხილოთ. თქვენთან ერთად 50 მსმენელო. რომელიც საშუალებას მისცემს თვითონ იზორია უზის იქნა განიხილოთ იზორია თქვენთან ერთად ვაპირებთ. სკოლის დონეზე, არამედ რაიონულ, მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე. ძლივს დაიმახსოვრა დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა გავაგრძელებთ შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვას, ისევ აქცენტი გააკეთა ხელფასებზე.
ამ კონცეფციაში. ხელფასები, ხო, ხედავთ რომ ერთადერთი რაზეც აი აკეთებს ამ დაშვებებს არის რომ ის კი არა რომ მშობლებო თქვენ ნუ ინერვიულებთ, ბავშვებო ნუ ინერვიულებთ. ჩვენ მომცემ ხმას, მომცემ ლოიალური მასწავლებლების სიებს, მე შენ არ შეგემცირებ ხელფასს. აი პირდაპირ ხედავთ ამას, ხო, ერთადერთი რაზე ზრუნვაც ჩანს მთელი ამ პრეზენტაციის განმავლობაში არის საარჩევნო რესურსი, რომელიც შექმნილი აქვს საჯარო მასწავლებლებისგან. მეექვსე ამოცანა ეს არის თანამედროვე სასწავლო გარემო. მოგეხსენებათ რომ თანამედროვე სასწავლო გარემო. სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა და ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კოორდინაცია და თანამშრომლობა, რისთვისაც მინდა მადლობა უთხრა სამინისტროს ხელმძღვანელობას. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვიგეგმებით თუ ყოველწლიურ ჭრილში რომელი სკოლების მყისიერად რეაბილიტაცია და მშენებლობა მოხდეს. აქაც გასაგებია ხალხო სრულ აბსურდს ლაპარაკობენ, დანგრეულია სკოლები, ბავშვებს მერხები არ აქვთ და სამი პრობლემა ფიზიკურად ვერ გვარდება. თუმცა ამ რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება სპორტული ინფრასტრუქტურაც და რა თქმა უნდა ჯერ მერხი დადგით. აქცენტირებული ვართ რომ ყვების ობიექტები იყოს ყველა ყვების ობიექტებზე აპირებენ ზრუნვას ფულზე, ხო? აქამდე არ იყო? ის რომ იქ ყვების ობიექტები აქამდე არ ითვალისწინებდნენ? არა, თან ყველაზე მეტად მიყვარს რომ ეს თანამედროვე სასწავლო გარემოში აქვს გატანილი სასადილო რომ უნდა იყოს ეს არის თანამედროვეობის ნაწილი. სკოლის ლაბორატორიული სტანდარტი მათი წარმოდგენით თანამედროვე რა არის? 2006 წლიდან დაწყებული 2027 წლის ბოლომდე ყველა საგანმანათლებლო სკოლა ეს არის რასაც სურათზე ხედავთ, ეს არის იდეალური პიკი. ეს ხო საპრეზენტაციოდ გამოიტანეს, ეგეთი ვერ იქნება, ხო? ხო, ეს უნდა იყოს, ხო. გამოყენების წარიმართოს. ასევე ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რომ სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი არის რომ სასკოლო პროცესში აუგზავნოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. ტაში ამაზე მართლა მინდა ვთქვა. მეგობრებო, ისედაც აკრძალული იყო. ისედაც აკრძალული იყო სასწავლო პროცესში ტელეფონის ქონა. ყველა თან ხდება ამაზე, საჯარო ეს არსებობს და ვითომ ამ პრობლემას მოგიგვარებს. და აუგზავნავ და ვარა მაგარია. გავგზავნოთ. ბულინგის კომპონენტი კვლავაც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება და ამ კუთხით ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგავთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი კამპანიური ხასიათი უნდა მივცეთ შემეცნებით აქტივობებს, რომელიც მოსწავლეებს შორის უნდა ჩატარდეს და ამავდროულად კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს ყველა პედაგოგის გადამზადება, იმისთვის რომ მათ აგასიგივე ხო, კიდევ უფრო ინტენსიურად. აქამდე ვაკეთებთ, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო ინტენსიურად გავაკეთებთ. არა და შედეგებს ხედავთ, რაც მოგვიტანა მათმა ინტენსიურ მომუშავებამ. ბულინგის კონკრეტული მაგალითები. ხო, აქ უკვე ინტერესო საკითხებზე არიან გადასული. ბულინგზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა ბულინგზეა ლაპარაკი, დისკრედიტაციის, დემონიზების მაგაზე დგას მთლიანად ეს სისტემა. კამპანია, მთელი სისტემა, მთელი საინფორმაციო ველი, მთელი პროპაგანდა არის იმაზე ჩამოკიდებული, როგორ უნდა ლანძღონ, როგორ უნდა შეაზიზღონ, შეაძულონ ადამიანები, ზოგიერთი გარეგნული, ზოგიერთი მეტყველების მანერის, ზოგიერთი წარმომავლობის, ზოგიერთი არაორდინალური გვარის, ყველა არასწორი მიზეზით, რომლის გამო შეიძლება რომ ადამიანის მიმართ სიძულვილის მობილიზება მოხდეს, ამას აკეთებს სახელმწიფო მთელი თავისი რესურსით და შემდგომ გამოდის განათლების ვიცე-მინისტრი და გვეუბნება რომ ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებას აპირებს სკოლებში. ხო, უბრალოდ ცინიკურია და სასაცილო. პრინციპში შეგვიძლია რომ შევაჯამოთ, ხო? აი, პატარა იმას დავამატებ, რა ხარ სამხედრო შესაძლოა და ის ახსენის რა სამხედრო და საპატრიარქო რა და ესე იგი სკოლა, სივრცე, რომელიც უნდა იყოს ბავშვის აზროვნების შემოქმედების თვითგამოხატვის ადგილი, გამოიყენება რაღაცა ინსტიტუციური დოქტრინის შესატანად, ხო? თუ კი საზღვარგარეთ მაგალითად ბავშვებს ასწავლიან მშვიდობის კულტურას, ემოციურ ინტელექტს, პრობლემის გადაჭრას, ერთად მუშაობას, ხო, რაღაც თანამშრომლობას, ჩვენთან ჯერთი ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარება, რაღაც ძალაზე, ბრძანებაზე, მაკონტროლებო სტრუქტურაზე ხო არ უნდა იყოს რა, დამოკიდებული ხარ რა თავდაცვაზე და რომელს შესაძლოა არის საუბარი, ეს ყველაფერი ჯერთი ბავშვთა ფსიქოლოგების და განვითარების სპეციალისტებთან ერთად უნდა ხდებოდეს და არა ამ ვიღაცა არ ვიცი ეს მინდანი საერთოდ, საუბარიც კი არ შეუძლია ნორმალური და სიტყვების მარაგი რომ არ გააჩნია ისეთი, შედეგად გადარჩება ის რომ არათუ არაფორმალური განათლება განვითარდება, არა პირიქით მოიკლებს ამ შემთხვევაში ამ ყველაფრის ფონზე სამსიერო სპორტული, სოციალური და არაფორმალური განათლება. სანაცვლოდ შედის რელიგია, მილიტარისტული პროექტები და რაღაცა ეს ქმნის რაღაც ერთგვარ იდეოლოგიურ სამკუთხედს, ხო? მთელი ის ღერძი, შავრაზმული პოლიტიკის რაზეც დგას რეჟიმი, შეაქვთ ახლა ინდოქტრინაცია ხდება სკოლებში ჩვეულებრივად. ხო, პრინციპში ეგეც ცხადია. პირველი ეგ არის რატომ
რას ეფუძნება, რა შედეგს მივიღებთ. აქამდე რა ინიციატივებიც ქონიათ, იმის კვლევა ვინმე მაწარმოა არა ცხადია. შესაბამისად ეს არის ცარიელი სიტყვები ნასროლი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ბაზვორდები ამოღებული რო თქვი ტრადიციული, თქვი ის, თქვი ეს და ეროვნული, ქართული გაიყიდება. დაახლოებით ეს ამბავი გვაქვს და მეორე ხო კიდევ ერთხელ რა ის მილიტარული და რა ის საბრძოლო სულისკვეთება პირდაპირ ქვეყნის ჩაბარებას, დამონებას, დაჩმორებას გადაგებს რეჟიმი ბოლო 3 წელია იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და მეორე მხრივ გვეუბნება რომ ჯართან შეხვედრებს გავაკეთე ბავშვებისო და ნუ აი კიდევ ერთხელ ყველაფერი აბსოლუტურად რაც აი ამ საფრთხეებშიც კი პოზიტიურ ამოცანებად დაისახა იმის აბსოლუტურ ანტიპოდს, აბსოლუტურ საპირისპიროს აკეთებს რეალურად რეჟიმი ყველაფრით, ყველა თავის რესურსით. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა უარგისი ხუთგვერდიანი ქაღალდი რეფორმა უნდა მოკიდონ. ყოველთვის აკეთებენ საპირისპიროს. მართლა ასეთი გაუაზრებელი, ასეთი უშინაარსო, ამდენად მომზადებელი რეფორმა მე არ წარმომიდგენია, რომ სადმე შეიძლება ხო, რეალურად შეურაცხყოფა. ხმამაღალი ნათქვამი ეს რა არის? ეს უბრალოდ სადღეგრძელოები და რაღაც ზედაპირული შეჯობა. იმას ვიზამთ, რომ ერთ-ერთი შეჩება არის ალბათ ფორმები შემოიტანენ, რაც არავისთვის არანაირი შეღავი სკოლის ფორმებში იყო ბანთ, ხო? სკოლის ფორმებზე. და ეს რა ქვია, ერთიანი სახელმძღვანელოები ამას გააკეთებენ, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, საშინელებას დამართებს კიდევ უფრო. საგანმანათლებლო პროცესს კიდევ უფრო მეტად. და 11 კლასზე დაყვანა, მე-11 კლასი გახდება ტყუილი, 10 კლასიანი გახდება განათლების სისტემა, ვითომ პროფილური სისტემის შემოტანა მე-11 კლასში. ერთადერთი რითიც იმედი შეიძლება გქონდეს მეგობრებო, არის რომ ფიზიკურად ესენი ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას იმდენ ხანს, რომ აი ეს ბოროტი გეგმა განახორციელონ საქართველოს საჯარო განათლების წინააღმდეგ, არა მხოლოდ პრინციპში კერძო განათლებისაც, ხო? სასკოლო განათლების წინააღმდეგ ზოგადად რეალურად არის დასაცინი, გასაშარჟებელი წვალება 30-იან წლებში მყოფი კაცის, რომელიც აზრზე არ არის რა უნდა, აზრზე არ არის რატო არის იქ და თვითონაც არ იცის რეალურად რა დოკუმენტის პრეზენტაციას აკეთებს. იმის შემთხვევაში თუ რეჟიმმა ძალაუფლება შეინარჩუნა, როგორც უმაღლეს განათლებაში, ისე სასკოლო განათლებაში ვიხილავთ სრულ სისტემურ კატასტროფას და გადაგვარებას და იმისთვის რომ შემდგომ ძალიან ხშირად აღვთხოვთ ხო პრობლემა რომ თქვენ მარტო კრიტიკით ყავდებით თქვენ მარტო ლანძვაიცით თქვენ იდეები არ გაქვთ ამიტომ ვაპირებთ რომ შემდეგი პოდკასტი მიუძღვნათ რეალურად განათლების რეფორმას, იმ რეფორმას, რომელსაც ფედერალისტები გავახორციელებთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვათ, ან ზოგადად უფრო მეტ პოლიტიკურ გავლენას შევიძენთ და ზოგადად განათლების საკითხში დემოკრატიულ პარტიებთან ერთადაც მუშაობთ და აქ საერთოხედვის ჩამოყალიბების რაღაც რესურსი არსებობს და შეიძლება მსგავსი რამ ვიხილოთ მომდევნო თვეების განმავლობაში. უბრალოდ ერთ-ერთი რისიც კმაც მინდა დღეს ცოტაზე მეტად გავერთეთ, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელი იყო პრინციპში, სხვანაირად გასაქანი არ მოგცა ბატონმა განათლების მინისტრმა. ბოდიში თუ ვინმე სამით თავით შეგაწყინეთ, შემდეგ პოდკასტში უკვე გავაკეთებთ ნამდვილად, იმედი აღარაფერი აღარ წამოგვიწევა. შემდეგ პოდკასტში უკვე ნამდვილად გავაკეთებთ ფედერალისტების მიმოხილვას, ფედერალისტების ხედვას და ერთად გავარჩევთ სინამდვილეში რა სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს განათლებაში, იმისთვის რომ ბავშვები არ გავწიროთ იმ კატასტროფისთვის, რომელსაც დღეს ვუყურებთ რეალურად. კიდევ ერთხელ მინდა რომ მოგიწოდოთ, რომ გავიწერეთ ჩვენი არხი, დაგვილაიქეთ ვიდეო და მაქსიმალურად შევწდებით, ასევე მოგწერეთ ჩვენი შნები, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გავითვალისწინოთ და ხარისხი გამომჯობესოთ ყოველი შემდგომი ეპიზოდისთვის. ეხლა დაგემშვიდობებით, უღრმესი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ნახვამდის.